მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. მიმდინარე მოვლენებს დღეს სტუდიაში შევაფასებთ ქალბატონ სოფიკო სოხაძესთან, ანალიტიკოს შემოგვიერთება და ასევე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მამუკა კარტოზია იქნება ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით თენგო, მივესალმები სოფოს, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, თქვენთან დავიწყებ ბატონო მამუკა, საუბარს დასრულდა დებატები ევროკომისიაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ისინი მსჯელობდნენ საქართველოს საკითხზე. როგორც ცნობილი ხდება, სანქციების საკითხი დაბლოკა უნგრეთმა და სლოვაკეთმა და თუმცა ასევე საუბარი არის დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის ვიზების შემოღებაზე. მარტივად რო ვთქვათ, აი ეს მთავარი შიში რაც იყო ამ შემთხვევაში, რომ საქართველოს მოსახლეობას გაუქმდებოდა ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმი, უვიზო რეჟიმი არ გამართლდა ამ ეტაპზე და ეხლა მაინც და მაინც დიპლომატიური პასპორტის მქონე პირები ივლიან თუ არა ევროპაში, არ მგონია რომ ამან დიდი შეშფოთება გამოიწვიოს ქართულ საზოგადოებაში. საინტერესო იქნება თქვენი შეფასება, ნიშნავს თუ არა ეს ერთგვარად ქართული ხელისუფლებისთვის პოზიციების გამყარება საერთაშორისო ეტაპზე და შემცირდება თუ არა წნეხი ამის მერე, ეს არის საინტერესო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე პირველ რიგში მინდა ეს მომენტი აღნიშნო და ვთქვა, რომ უპრეცედენტო ზეწოლა დღეს საქართველოს ხელისუფლებაზე, უპრეცედენტო. აი თვალი რო გადავალოთ ისტორიას, უახლოესი ევროპის და მსოფლიოს ისტორიას და იმ ქვეყნებს, აი ჩვენაირ და ჩვენ სიტუაციაში ქვეყნებს, აი ასეთი ზეწოლა არ ქონია და არ არის რა ფაქტიურად ყველა ნებისმიერი მხრიდან არის ზეწოლა ნებისმიერიდან არის აი მოთხოვნა რომ გაუგებარი ერთი რაღაცა. თუ ქვეყანა არალეგიტიმურია და არალეგიტიმურად ჩაატარა არჩევნები დაუშვათ, ხო, მაშინ რატო ელაპარაკებიან? რატო ელაპარაკებიან? ხო, მაშინ უნდა გამოუცხადონ მთელი ბოიკოტი და თქვა, რომ თქვენ არალეგიტიმური ხელისუფლება გაქვთ. ეხლა გააკეთა დაუშვათ, დღეს იყო სოციალურ ქსელში ბრიტანეთის მინისტრ ქალბატონი ბოჭორიშვილი მოიხსენიაო ოცნების თქვენ ხართ ოცნების არ მოიხსენია მინისტრ. ნუ პრიმიტივი აი პროვინციალური აი ესეთი დამოკიდებულა ეს ხო უკვე არანაირ დიპლომატიურ კონტექსტში არ ჯდება იცით. როდესაც შენ სახელმწიფო ხარ და შენ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გქონდა ქალბატონი არის არჩეული ოფიციალურად საგარეო საქმეთა მინისტრი, შენ არა კაცრი პროტოკოლია ეგ. შენ არანაირ უფლება არ აქვს ის რა ქვია მაგას სხვანაირ კონტექსტში მოიხსენიო. მაშინ უნდა თქვა რომ აღიარო რომ მე არ ვაღიარებ არჩევნებს, არ არის ლეგიტიმური დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და ასე შემდეგ. უბრალოდ გვაქვს ხო ხედავთ არა დამოკიდებულებაა ძალიან საქართველოს მიმართ არაადეკვატური, არაკოლეგიალური, არამეგობრული, რა ვიცი, რა გითხრათ მეტი და უბრალოდ აშკარად ჩანს ნიშნები იმისა, რომ აი თვითონ არიან ძალიან სუბიექტურები, აი დამოკიდებულებაში ევროპა და ევროკავშირი და ევროსაბჭო, რა ვიცი, მთელი ეს კამერა. თუმცა მათი ნაბიჯები არც იმ მტკივნეული არ არის ქართული ოცნებისთვის, აი ამ რიტორიკას, რაზეც თქვენ ბრძანებთ. ასე მარტივი არ არის, თენგო, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, რომ იქ სერიოზული, შიგნითაც სერიოზული დაპირისპირება, ანუ უკვე აშკარად ჩანს თვითონ უნგრეთის დამოკიდებულება და სლოვაკეთის დამოკიდებულება მათ ვეტო დაადეს, იცით, ამ ნებისმიერ საკითხზე ის რომელზეც საქართველოს საწინააღმდეგო იქნება, უნგრეთი და სლოვაკეთი როგორც წესი ვეტოს უფლებას იყენებენ და არაძლევენ საშუალებას. მეორე თვითონ აქვთ ეხლა შიგნით საფრანგეთში და გერმანიაში დაძაბული სიტუაცია და მე უბრალოდ მეცინებ ახლა მაკრონსაც და შოლცსაც ასე აქვთ აწყობილი ქვეყანა რომ საქართველოსთვის ფიქრობენ. დღეს შოლცს უკვე უნდობლობა გამოუცხადა რაისტაგმა, ფაქტიურად შოლცის მთავრობა წასულია, უნდა ჩატარდეს რიგარეში არჩევნები და შოლცი არ იქნება პრემიერ-მინისტრი. საფრანგეთშიც იცით რომ უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში. 62 წლის შემდეგ საფრანგეთის ისტორიაში არ ყოფილა მთავრობის ნდობის არ გამოცხადების და ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც საფრანგეთის მთავრობას გამოუცხადეს უნდობლობა და გადადგა ფაქტიურად ახალი არჩევნები იქაც უნდა ჩატარდეს და არა მიდის უკვე არა მარტო მთავრობის, არამედ შიგნით უკვე ისე იმდენად შეიცვალა კონფიგურაცია, რომ თვითონ იმპიჩმენტზე არის საუბარი. მაკრონი ჩვენ ძალიან კარგი ვიცით, რომ ლიბერალური ძალების მოყვანილი იყო და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიები და ლეპენის პარტია არ მოსულიყო გახსოვთ
პირველი არჩევნები მაკრონის როგორ ძალით გაიყვანეს და ეხლა მეორე არჩევნები. ანუ რისი თქმა მინდა. ესე იგი ეს ხალხი რომელსაც თვითონ ქვეყანაში სიტუაცია ვერ დაალაგეს და არეული სიტუაცია აქვს თვითონ და პოლიტიკური კრიზისი აშკარად იცლია საქართველოსთვის და ტელეფონზე საუბარი და ეხლა სულ მაკრონ საქართველოს ფიქრით ღამე არ ზენავს. მაგრამ მეორე მხარეს ხო იმის მაჩვენებელიც არის რომ პროცესში როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი კი გასაგებია მას პრობლემები აქვს ეხლა შეიძლება არ არის თავისი კარიერის მწვერვალზე მაგრამ ის მაინც საფრანგეთის პრეზიდენტია. როდესაც ის პირადად არის ჩართული აი რევოლუციის ასე ვთქვათ რევოლუციური მუხტის გაზდაში ჩემთვის ეს იმის მანიშნებელია რომ მართლაც ძალიან დიდი ძალები აკონტროლებენ როგორც ჩანს აქ პროცესებს. ერთი მინდა გითხრათ ენგო რომ ეს რევოლუცია არ არის. პირველ რიგში, იმიტომ რომ კლასიკური რევოლუციური დეფინიციით თუნჩუ მივხვდები და ამ სემანტიკურ პლასს გავითვალისწინებ და ეს არანაირი რევოლუცია არ არის დღეს რაც საქართველოში ხდება, იმიტომ რომ დღეს რაც ხდება საქართველოში და ეს გამოსვლები და ჯერ ერთი ვერ გავიგეთ რომელი სოციალური და რაფენა გამოდის ეს ერთი და მეორე გამოსვლასაც ხომ თავისებური პოლიტიკური ერთფერი უნდა არანაირი პოლიტიკური ლოზუნგები, არანაირი მოთხოვნები, არანაირი ულტიმატუმები ხო იკრიბებიან საღამოს 6 საათზე დღეს ბებიები და ბაბუები შეიკრიბნენ გუშინ წინ რეალის და ბარსელონას პარ სასაცილო კარგით ხალხნო რა აი ეს უკვე ხო აი უკვე ყოველგვარ ზღვარწდება რა ბებიების და ბაბუების მე იქნება ალბათ იმათი რა ქვია მაგას უბნების მიხედვით მოვლენ და აი თემატური შეკრებები ხო კონდა დღეს უბნების მიხედვით საბურთალოს ხო რაღაც საბურთალო ქავთარაძის ქუჩაზე თუმცა რუსთავის მაცხოვრებლები ჭარბობენ ეს არაფერს არ გაგონებთ ეხლა თქვენ შენ პატარა ხარ ახალგაზრდა სოფოს 90-იან წლებს არ გაგონებთ საძმოები დაპირისპირება როგორ იყო და უბანი უბანს რო ემებოდა უამრავი სხორპილო რო ქონდა და ეს ახალგაზრდა ბიჭები ფაქტიურად ჩვენი გთაობა დავკარგეთ 90-იანი წლების ახალ თითქმის ყოველ მეორე ოჯახში რო ახალგაზრდა იყო გარდაცვლილი ვაკეში ვერაზე საბურთალოზე აი ეს გახსოვთ ის კულინარის და სხვადასხვა საზმოები და როგორ დაპირისპირება იყო ერთმანეთში ხო ეს გვინდა ჩვენ რატომ გქასეტი ბოროტი მეხსია პატარა მეხსიერება უკაცრავ და მართლა აი ამ მივდივართ იმ გზაზე რომელიც ჩვენ გავიარეთ და ვნახეთ რა შეიძლება მოგვიტანოს ამან ჩვენ ხო ორიენტირებული უნდა ვიყოთ შედეგზე და რა არის შედეგი? შედეგი რა იქნება? ეს ხო ჩვენ ანახი გვაქვს ყველაფერი. რატომ მივდივართ იგივე ერთი და იგივე გზაზე და რატომ ვაკეთებთ ამას? რა გვინდა ჩვენ საბოლოო შედეგი ქვეყანა რო ვერ შედგება და არ შემდგარი ქვეყანა იქნება ეს გვინდა რომ სხვა ქვეყნების საჯიჯგნე გახდეს მე ხლა უბრალოდ სოფოს დაუთმობ სიტყვას და მე აი საერთაშორისო ურთიერთობის კონტექსტში მინდა სოფოსთანაც ვისაუბროთ რომ უმძიმესი საშიშროება გველის კი ეს აუცილებლად ეს ჟურნალია დღეს ხალხნურად აქ ხდება მე წინაურშაბათს ყო და გამოსვლა და მაშინ თქვი მე და ბატონ გიორგი ვიყავით არღულიანი და მაშინ თქვით დავით თანახმლოდიანთან რომ მაშინ თქვით რომ აი დაიწყება დაშლა დაუშვა და იმის რა ქვია სირიის დანაწილება და 2-3 დღეში გამოვიდა და ნახეთ ერდოღანის გამოსვლა ერდოღანის გამოსვლა ეს არის ნიშანი იმისა რომ თუ რა შეიძლება ხვალ შენ დაგემართოს მან პირდაპირ განაცხადა სირიაზე რომ იდლიბი დამასკო რიხას ეს პროვინციები თურქულია ოსმალეთის ამას ჩვენ ვიბრუნებთ და ამას მე შევერთებ და სხვა გადაცემები ნახეთ თურქეთში რა ხდება უკვე ისტორიული თურანი ოსმალეთის იმპერიის აღდგენა ბათუმზე საუბარი არის უკვე ბათუმი აჭარა მიაჩნია საკუთრებად შავი ზღვით კი ბატონო კი ყველა ჩვენია იძახიან აშკარად ამას არ მალავენ ჩემი მოგონილი არა შეგიძლიათ ნახოთ შეხვიდეთ ინტერნეტში და ნახოთ კი ბატონო მე აუცილებლად ჩვენ დღევანდელ გადაცემაში აუცილებლად ამ საკითხებზე გვექნება ეს არის უმძიმესი ჩვენთვის მოლოდინი ხალხო მათ შორის შევეხებით აი ჯეფრი საქსის ძალიან საინტერესო ინტერვიუსაც და ამაზე მე მინდა კიდე გითხრათ აი რაც ჯეფრი საკს შეეხება ეხლა მე და თქვენ საუბრობდი და შინაუღდო შენდობა არა აქვს ჯეფრი საკმა რაც ილაპარაკა მეც კალბატონის სოფოს თქვენს ამას 3 4 5 წელია საუბრობ ამას საუბრობთ ხალხო რა მე და კოლეგები ვარ და ერთად რამდენი წელია და ერთად თანამშრომლობ ხო? სხვადასხვა ტელევიზიაში მეც ოფოს თქვენ თენგო ხო ყველგან სადაც ვიყავით ამ თემებზე საუბრობდით ჩვენ მეც ჩემი კოლეგებიც ახალი არაფერი არ თქვია ჯეფრი საკს ნამდვილად თუმცა სანამ ამ საკითხებზე გადავალ აი ქალბატონო სოფიკო საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ბოლო პერიოდში საპროტესტო მუხტი ეხა შემცირდა დაწყნარდას ვერ ვიტყვით მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს ემოციები იმიტომ რომ პროტესტი გრძელდება კვლავ ქუჩებში თუმცა აი პირველ დღეებში რაც იყო ის მუხტის ენერგეტიკა ის აგრესია თუნდაც ორივე მხრიდან აშკარად არის
შემცირებული. Როგორ ფიქრობთ, მოხსნილი არის თუ არა საბოლოოდ აი ის საფრთხეები, რაზეც ჩვენ მუდმივად ვაფრთხილებთ ხოლმე ჩვენს მსმენელებს. საუბარი მაქვს მაიდანის მოვლენებზე, იმ დაწერილ სცენარზე, რომლის განხორციელებაც არაერთ ქვეყანაში გვინახავს წარმატებით. მოიხსნა თქვენი აზრით, საქართველოში ეს საფრთხე თუ ჯერ ადრე არის ამ მხრივ სიხარული? მადლობთ, თენგო, ძალიან საინტერესო კითხვა, მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს, კიდევ ერთხელ მადლობთ მოწვევისთვის. არავითარ შემთხვევაში ეს საფრთხე არ მოხსნილა და ამ საფრთხის აქტუალურობაც განაპირობებს რეგიონში არსებული ვითარება, რაზეც ბატონი მამუკა საუბრობდა. დღევანდელ დღეს ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სახელმწიფო ახლა არის ძალიან დაბალი სუვერენიტეტის ხარისხის წარმოდგენილი, ჩვენი გეოპოლიტიკური სტატუსი არის ასევე ძალიან დაბალი ხარისხის და რეგიონშიც არ წარმოვადგენთ, ასე ვთქვათ, ანგარიშგასაწევ ძალას. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც ხდება დღეს საქართველოში შიდა პოლიტიკურ ველზე, შეიძლება ითქვას, აი თითქმის 100%-ით განპირობებულია საგარეო ფაქტორებით. რაც შეეხება ახლა რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს, ჩვენ რასაც ვადევნებთ თვალყურს უკვე, ხო შეიძლება ითქვას, მარტიდან შარშანდელი მარტის გამოსვლებიდან მოყოლებული თქვათ, ხო, როდესაც პირველად მიიღეს ეს კანონი და იძულებული იყვნენ გაეწიათ, ხო, გამჭვირვალობის კანონი, ხო, რომელიც თავისი არსით არის, აი, არ ვიცი, ყველაზე ლიბერალური რაც შეიძლება იყოს, თქვათ, ხო, მხოლოდ ითხოვს დაფიქსირება. ხო, და მე არანაირი სამართლებრივი დევნა, ვთქვათ, არ არის გათვალისწინებული, ხო? აი იქიდან მოყოლებული ჩვენ შეგვიძლია მთელი დარწმუნებით ვთქვათ, რომ რევოლუციური სცენარი მთელი სულით არის ჩაშვებული, გარედან მართული რევოლუციური სცენარი, რომლის მთავარი მიზანი არის არა მხოლოდ საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობის ცვლილება, ვთქვათ, ხო, და მთლიანად ქართული სახელმწიფოს ისევ, ესე იგი, ლიბერალური დემოკრატიის, ასე ვთქვათ, აი ამ იდეოლოგიის რელსებზე გადაყვანა რა, არამედ მიზანს წარმოადგენს მთლიანად სამხრეთ კავკასიის აფეთქება. რადგან აი ეს მოვლენები, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, თქვათ, ხო, ეს არის დასავლეთის დღევანდელი სტრატეგიის, ესე იგი, ცეცხლოვანი რკალის, რუსეთის ირგვლივ ცეცხლოვანი რკალის შექმნის, აი ამ სტრატეგიის ცენტრალური ნაწილი, ცენტრალური რგოლი. ეს სტრატეგია სხვადასხვა სახელით არის ცნობილი, ცეცხლოვანი რკალის სტრატეგია, უფრო ესე იგი შერბილებული სახით, აი დემოკრატიის, რუსეთის ირგვლივ შეკავების სარტყლის შექმნა, დემოკრატიის სარტყელი, ცეცხლოვანი რკალი, ზოგადად ეს სტრატეგია მინიმუმ 150 წლის არის და უფრო მეტის ანგლოსაქსური დოქტრინის საფუძველს წარმოადგენს, თქვათ, ხო? რუსეთის, ასე თქვათ, შეკეტვა ჩრდილოეთის სიღრმეებში, რუსეთისთვის თბილ ზღვებზე წვდომის ჩაჭრა, რუსეთის იზოლაცია და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთის გეოპოლიტიკური სტატუსის დაქვეითება. იმიტომ რომ თანამედროვე დასავლური სამყაროსთვის დღევანდელ დღეს გადაულახავ წინააღმდეგობად, მე ვფიქრობ, რომ აი მენტალურ დონეზე გადაულახავ წინააღმდეგობა ჩამოყალიბდა, თქვათ, ის გარემოება, ის მოცემულობა, რომ რუსეთი დღესდღეობით სოფლიოში არის ერთ-ერთი ძალის ცენტრი. ანუ სამიდან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი ერთ-ერთი ძალის ცენტრი, თვითკმარი სახელმწიფო, უზარმაზარი ტერიტორიით, ვრცელი სივრცეებით, ასე ვთქვათ, სტრატეგიული რესურსებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ დღევანდელ დღეს რუსეთის იზოლაცია, შეკავება, მისთვის ინერციის დაგდება, დასავლეთის წარმოადგენს სტრატეგიულ ამოცანას, თვითონ ამას ესე უწოდებენ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება და აი ამ ცეცხლოვანი რკალის, თქვათ, ცენტრალურ გოლს, თქვათ, როგორც თვითონ განიხილავენ სამხრეთ კავკასიას, თქვათ, ხო? ამ შემთხვევაში აქვს მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში მათ თავიანთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს, ეს მიზანი იყო, თქვათ, ყირიმისთვის შეცვლა, სტატუსის შეცვლა და შავ ზღვაზე სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება. ამას ვერ მიაღწიეს და ვექტორები, თქვათ, ხო, აი ესე იგი უკრაინაში ესე იგი კონტრშეტევის ჩაგდებისთანავე მე ყველა ეთერში ვამბობდი, რომ ახლა ვექტორი სამხრეთ კავკასიისკენ არის მომართული და სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია, აი გლობალისტური დასავლეთისთვის წარმოადგენს ასე ვთქვათ მთავარ მიზანს. ზოგადად დღეს სოფლიოში რაც ხდება
აქტიურ გეოსტრატეგიულ არეალებში, სადაც კი არის ცეცხლის კერა, ვთქვათ, ხო? აი, ყველა ეს კონფლიქტი ჩვენ უნდა განვიხილოთ გლობალურ დასავლეთსა და გლობალურ აღმოსავლეთს შორის, აი ამ აპოკალიფსური ჯახის კონტექსტი. სხვა შინაარსი ამ კონფლიქტს უბრალოდ არ აქვს. და ჩვენი ქმედებაში რას გულისხმობთ? ჩვენ თავარი დავალება არ შევასრულეთ დასავლეთის, ანუ რომ ყოფილიყავით ამ ცაცხოვანი რკალის სტრატეგიის მთავარი ცენტრალური რგოლი, თქვათ, ხო? აი ეს მთავარი ამოცანა, მათი სტრატეგიის ცენტრალური რგოლი ჩავაგდეთ და აქედან გამომდინარე, აი ჩვენ ვხედავთ მათ, ესე იგი უპრეცედენტო რეაქციას ფაქტიურად, აი არ ვიცი მე, ეს არის გამოცხადება, ეს არის ომი, ფაქტიურად იცით რა შეასაქმე, მე მინდა ჩვენ მოსახლეობამ გაითვითცნობიეროს ერთი რამ, რომ აი გლობალისტური ომის, აი რაც არის დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის ეს აპოკალიფსური ჯახი, ხო? გლობალისტური დასავლეთი და მეორე მხრივ ევრაზიის კონტინენტის მთავარი მოთამაშეები რუსეთი, ჩინეთი, ირანი, თქვათ, ხო? ავანგარდში ახლა რუსეთია, 2025 წლიდან ინდო-წყნარი ოკეანის აუზში იქნება ჩინეთი, ხო? აი ამ გლობალურ ჯახში ახლა ვთქვათ, ხო, სამხრეთ კავკასია არის შეიძლება ითქვას ცენტრალური რგოლი, ახლო აღმოსავლეთის სამხრეთ კავკასია. ეს ზოგადად ახლა ჩვენ ცოტა მასშტაბის შეგრძნება ქართველებს ესე გონია რომ ახლო აღმოსავლეთი და სირია სადღაც სხვა პლანეტაზეა, მაგრამ ყველა დასავლეთის და ზოგადად ნებისმიერი ასე ვთქვათ დიდი ანალიტიკური ცენტრების სტრატეგიაში ახლო აღმოსავლეთის სამხრეთ კავკასია ერთ გეოსტრატეგიულ ბლოკად განიხილება, ვთქვათ, ხო? ანუ სირიაში რაც ხდება, ეს პირდაპირ გვეხება ჩვენ, უშუალოდ გვეხება. და აი ეს არის აი როგორ გითხრათ, აი აპოკალიფსური მასშტაბის გეოპოლიტიკური შტორმი გვიახლოვდება. და ვერაფერს ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ შიგნიდან უნდა აფეთქდეს ვითარება. და ის ადამიანები, რომლებიც გაანწყენებულები არიან ოცნებაზე, ოცნების არასწორი პოლიტიკის გამო, ყველა მიმართულებით, რა ვიცი, ჩვენ ამაზე საუბრობდით. მე შემიძლია მთელი დარწმუნებით ვთქვა, რომ ესე იგი რამდენიმე ადამიანი ვიყავით, როდესაც ოცნებას ვაკრიტიკებდით ხმამაღლა ზუსტად ნეოლიბერალურ სისტემაში მყოფობის გამო. ეკონომიკის მოდელი, იდეოლოგია, ეს LGBT იდეოლოგია, ანუ ჩვენ სწორედ აი თქვენს ეთერებში, ალტინფოს ეთერში, ქართული ტივი, თქვენთან სხვა ეთერებშიც, ჯორჯიან თაიმსის ეთერშიც, მე ვცდილობდი, რომ აი ამ თქვათ იდეოლოგიის სოფხედველობითი და ანუ LGBT მოძრაობის იდეოლოგიური და სოფხედველობითი საფუძვლები გაგვეშიფრა და ძალიან სიღრმისეულად ვაკრიტიკებდით და საუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ დღევანდელ დღეს ბატონო ჩემო დგას ასე საკითხი, რომ მთავრობის ძალადობრივ ცვლილებად დღეს გადაყვება სახელმწიფო. და თან აი ამ გზაზე, როდესაც ისინი უკვე გადავიდნენ პირდაპირ ხილების რეჟიმში დასავლეთის მიმართ და ორ მთავარ მიმართულებაში დაუპირისპირდნენ, რაც არის ეს გეოპოლიტიკის ვექტორი და იდეოლოგია, თქვათ, ხო, მე იმ დღედან მოყოლებული ვამბობ, რომ მე ვხედავ ნეოლიბერალური პარადიგმიდან გამოსვლის ნიშნებს. ამის არ დანახვა შეუძლებელია და ფაქტურად ამ გზაზე თუ დადდნენ, უკან დასახები მათ არ აქვთ. ბოლომდე უნდა გავიდნენ, იმიტომ რომ ლიბერალური დასავლეთი მათ აი ამ გადაცდომას და ამ გაურჩებას არავითარ შემთხვევაში არ აპატიებს. თან მათ შვევიათ ესეთი სამაგალითო დასჯა, იმიტომ რომ ეს მათთვის რეპუტაციული ზიანია. როდესაც ვსაუბრობ გეოპოლიტიკური ვექტორის, ასე ვთქვათ, რევიზიაზე და ცვლილებაზე, რას გულისხმობ? ესე იგი, დასავლეთისთვის არის, ასე ვთქვათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ის მათი სტრატეგიის უპირობო გამტარებლები ვიყოთ, ვთქვათ, ამ რეგიონში. მაგრამ რა შეეცით საქმე, რომ ესე იგი, თუ თავიდან ბოლომდე უპირობოდ არ გაქვს სწორება დასავლეთის მხოლოდ გეოპოლიტიკურ ვექტორზე და თუ შენ ცდილობ, რომ ძალიან ფრთხილად, ძალიან ზომიერად რეალ პოლიტიკის, ესე იგი, მოცემულობიდან, პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ შენ ცდილობ, რომ აწარმოო ფრთხილი ნაბიჯები გადადგა მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის წარმოების კუთხით, თქვათ, ხო?
ეს უკვე ნიშნება რომ ხარ რუსი და ესე იგი შენ ხარ მოღალატე, ესე იგი შენ ხარ დასავლეთის მტერი, შენ არ გინდა ევროპა, შენ ესე იგი ნუ ანათემას ხარ. ესე იგი უპირობოდ თუ მხოლოდ ერთ ვექტორზე არ გაქვს სწორება და ოდნავ გვერდით გაიხადე თქვი რომ 100% თუ არ მე რეგიონში, ჩემს ირგვლივ რეგიონში, რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატი იგივე 3+3 ჯეფრი საქსი რაზეც საუბრობდა თქვა, ხო რომ რეგიონის ევრაზიის კონტინენტის მთავარ მოთამაშეებთან, ძალის ცენტრებთან, სოფლიოს ძალის ცენტრებთან, რომლებიც ჩემი უშუალო მეზობლები არიან, მათთან მინდა რაღაც პოლიტიკის და ესე იგი ერთი ნაბიჯიც კი მრავალვექტორული პოლიტიკის წარმოებისკენ ეს აღიქმება როგორც ღალატი. ესე იგი აუცილებლად საგარეო პოლიტიკის ვექტორი უნდა იყოს მხოლოდ დასავლეთის ვექტორზე ორიენტირებული და უპირობო გამტარები უნდა ვიყოთ მათი სტრატეგიების. დღევანდელ დღეს ეს ნიშნავს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას და სიკვდილს. სახელმწიფოს დაკარგვას ნიშნავს. აი აქედან გამომდინარე, მე ვამბობ რომ ჯობს მოვითმინოთ თქვათ და ესე იგი არ გამოვიდეთ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან თქვათ, ახლა არ არის იმის დრო რომ თქვათ ოცნებას, იმიტომ რომ ეს არის ორჯერ 2-4. დღევანდელ დღეს აქ ოცნების მოწონება არ მოწონებაზე არ არის საქმე. დასავლეთს აქვს კონკრეტული პროექტი ჩვენს მიმართ, სამხრეთ კავკასიის მიმართ, მათ აქვს კონკრეტული სტრატეგია. ამ სტრატეგიის განხორციელებაში ჩვენ მათ ხელს ვუშლით, არ გვინდა ბატონო ეს საკრალური მსხვერპლის როლში ყოფნა და აი ამიტომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს მთავრობა და მოვიდნენ ის ძალები, რომლებიც უპირობოდ ამას შეასრულებენ და გაატარებენ. და ამ ბოლო დროს ომი კარგია, მაიდანი კარგია, ომი არ გინდათ და ჩვენს ირგვლივაც ესე იგი ცეცხლის რჩილო კავკასიიდან თუ თურქეთიდან ისინი ისმის უკვე ოფიციალური ვიდეო ჩანაწერები თქვათ ხო და საუბარი იმაზე რომ აი ამ ძალებს პირდაპირ კავშირი აქვთ პრეზიდენტთან, მასთან ოპოზიციურ სპექტრთან და თუ აქ რამე დაიწყება და როცა იქნება საქართველოს ციტირებ, როცა იქნება საქართველოში ომი ჩრდილო კავკასიიდან, თურქეთიდან ძალები დაიძრებიან. მთელი უბედური, ანუ კავკასიაში მეორე ფრონტის ახალი განზომილება შემოდის, თქვათ, ხო, აი სირიის ომის რეალიების გათვალისწინებით. და ეს არის, აი რა ვიცი, როგორ გითხრათ, ეს ნიშნავს აი ერთ დღეში ჩვენს დაშლას და სახელმწიფოს დაკარგვას. აი შევხედოთ სირიის მაგალითს, ხო? ჩრდილოეთ სირია დღევანდელი მონაცემით უკვე, ახლა ბოლო იმებს რო გადავხედე, გაიფორმა თურქეთმა უკვე და ამაზე ვთქვათ, ყველა თანხმდება რუსეთ-ირანის ამ ეტაპზე რაღაცა შეთანხმების საგანია როგორც ჩანს, იმიტომ რომ ამ დიდ ძალებსაც სჭირდებათ დრო ამოსუნთქვისთვის, ძალების მოკრებისთვის, თქვათ ხო? და ახლო აღმოსავლეთში არის ურთულესი ვითარება, განვითარების ვექტორი პირდაპირ სამხრეთ კავკასიისკენ მოდის და ეს არის აი როგორ გითხრათ, აი საშის, ანუ ჩვენ რთული დროება გვიდევს ჯერ კიდევ წინ არის. მინდა გალბატონ სოფიკო შევეხოთ გუშინ აი ჯეფრი საქსის ეთერზე ვსაუბრობდით ორი მონაკვეთი მაქვს მომზადებული ამ გადაცემიდან წინასწარ ვიტყვი ჯერ მოდით პირველი გავუშვათ სადაც აი ასეთ რთულ ვითარებაში საზოგადოების ძირითად ნაწილს აქვს იმისი მოლოდინი რომ დასავლური ძალები ბრიუსელი ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდებიან ის სახელმწიფოები რომლებსაც შესევთ უნარი და რომლებსაც ექნებათ мотиваციაც რომ საქართველოს დაეხმარონ თუკი ჩვენთან ასე ვთქვათ ვითარება არ განვითარდება ისე როგორც ეს შედის ჩვენს ინტერესში მოდით აი მოვისმინოთ პროფესორი ჯეფრი საქსი და ამ ადამიანთან დაკავშირებითაც მაინც იმედია მის კომპეტენციაზე ჩვენს ლიბერალებს არ აქვს. რუსი გამოაცხადებენ რუსად, მე და რუსი ეძახიან, მაგრამ ეს ხო ადამიანი რომელსაც ალბათ ისე როგორც მერშაიმერი და უდიდესი მოაზროვნეები, თქვათ, თანამედროვე რეალპოლიტიკა. მოდით მოვისმინოთ ამერიკელი პროფესორის განცხადება და ალბათ თანამედროვე ამერიკულ აი ამ მეინსტრიმში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული მოაზროვნის პოზიცია, რამდენად შეიძლება ჩვენ ერთ ქვეყანას კონდეს იმედი დახმარებიდან, ეფექტური დახმარების როგორც ბრიუსელიდან, ისე ვაშინგტონიდან. მე ხშირად ვდარდობ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიზეზით, ვინაიდან მე როგორც ამერიკელი რამდენიმე 10 წლეულია ვადევნებ თვალს ამას. და უდაოა რომ ჩვენ გვაქვს ჩვევა რომ ამა თუ იმ ადგილობრივი ვითარების არც თუ ისე კარგად ფლობის ფონზე ბევრი რამ ავრიოთ. გვაქვს ჩვევა რომ მოვიქცეთ დაუდევრად და მცირე სახელმწიფოების ბედის სრული უგულებელყოფით. ჩემს უკრაინელ კოლეგებს მე ბევრი წლის წინ ვუთხარი რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ რომ ამერიკულ ხაფანგში თავი არ გაეყოთ. ამერიკის მხარდაჭერა არ ნიშნავს რომ ყველაფერი შესანიშნავად იქნება. მე მათ ვაფრთხილებდი არ ქცეულიყვნენ ბრძოლის ველად რომ არ ეთამაშათ ამერიკული გეოპოლიტიკური თამაში. ვინაიდან
ვინაიდან ისინი აღმოჩნდებოდნენ დაპირისპირების ეპიცენტრში. დაპირისპირების ეპიცენტრში ყოფნა კი არავის უნდა. ჩემი უკრაინელებისადმი გაფრთხილება იყო მკაფიო. მე მათ სიტყვით უთხარი, რომ ისინი ევროპის ავღანეთად გადაიქცეოდნენ. საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა რუკას უნდა დავხედოთ და მეზობელ სახელმწიფოებს შევხედოთ. თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანნი. არავინ მოგიწოდებთ სახელმწიფოებრიობის დათმობისკენ. იყავით წინ და ხედულნი და ჭკვიანნი. რეალისტ ჰენრი კისინჯერს აქვს ასეთი ფრაზა: ამერიკის შეერთებული შტატების მტრობა არის საშიში, მეგობრობა კი სასიკვდილო. ამ ზიზღის ფონზე ისმის ფიქრი, რომ ბრიუსელი გადაგარჩენთ, უბრალოდ სასაცილოა. ვაშინგტონი კი საერთოდ დამატებით 3000 კილომეტრის დაშორებითაა კიდევ. კარგით რა ვიყოთ რეალისტები, მე ვცადე ეს უკრაინელებისთვის ამეხსნა, მაგრამ მათ მეყური არ დამიგდეს. მათ ვაშინგტონიდან გაგონილი ტკბილი საუბარი და მხარდაჭერაზე სრულ დაპირებები ერჩივნათ. ახლა კი მათ ბრძოლის ველზე უბრალოდ ხოცავენ. შეგახსენებთ ეს ინტერვიუ გამოაქვეყნა TV იმედმა გუშინ, ძალიან საინტერესო ინტერვიუა და ურჩევ მაყურებელს სრული ვერსიაც ნახოს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრ საინტერესო თემა შეეხება. პირველ რიგში ბატონო მამუკა, თქვენთან მექნება ეს კითხვა. ნამდვილად ეხლა რო ვთქვათ, რომ წეგანაც აღნიშნეთ, რომ ეს რაღაც სიახლე არის ჩვენთვის, რაზეც აქ საუბარი მიდის, ალბათ ეს არის ის ყველაფერი, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი საუბრობდით ამ სტუდიიდან თუ სხვა სტუდიებიდან, თუმცა აი როდესაც ამერიკელი გელაპარაკება, მაინც რაღაც ქართველების ეს ცოტა სხვანაირად ისმის და უფრო დამაჯერებლობა ამას მეტი აქვს, მით უმეტეს რომ რა თქმა უნდა ბატონი ჯეფრი საქსის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა ნამდვილად არ არის სწორი. ეს ადამიანი საუბრობს, რომ საქართველოს აქვს იმისი ძალიან ცუდი პერსპექტივა, რომ ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში ერთ-ერთი პაიკის როლი შეასრულოს ამერიკის ინტერესებისთვის. როგორ ფიქრობთ და ის იხსენებს უკრაინის შემთხვევას, როგორ აფრთხილებდა იქ უკრაინელ კოლეგებს, მაგრამ არ მოусმინეს და შედეგს ყველანი ხედავთო. როგორ ფიქრობთ, აი ქართული საზოგადოებისთვის თუ არის ეს საფრთხე რეალურად აღქმული, თუ ჩვენთანაც არის ის განწყობები, რაც აი იგივე მაგალითად რაც უკრაინას დაემართა, რომ ენდობი იმ ძალებს და იმ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ არც мотиваცია აქვთ და არც მაინდამაინც დიდი ინტერესი რომ დაგიდგეს გვერდზე. უკრაინაში რა შედეგია, ზუსტად ის ხალხი ეხლა შედეგს ვერ ხედავს, უკრაინა არ არსებობს. აი ხედავს, ეს არის საინტერესო. აბა მაშინ ბრმა უნდა იყო, ხო? მე მაგალითად აი მაიდანის მის ორგანიზებს მაგათი ერთ-ერთი ორგანიზატორის რაღაც ვიდეო იყო და ამბობდნენ რომ რას ამბობთ, აი უკრაინის მაიდანს უსუდათ რატო ახსენებთო? ვერ ხედავთ უკრაინა ხო სანატრელია, როგორ იბრძვის უკრაინელი ერი თავისი თავისუფლებისთვის, ნატრობენ იმ ბედს, ეგეთებიც არსებობს. ხო, ნუ ახლა ეს რა არის, რა თქმა უნდა, ესეთებიც იქნება, ახლა უბრალოდ უკრაინის მომენტი ორი სიტყვით თქვათ, ხო, არაერთხელ მithქვავს და რაც ახლა ზელენსკიმ და მის ხელისუფლებამ გააკეთა. უკრაინა არ არსებობს, ჩათვალეთ ერთიანი უკრაინა. ის ნაწილი რაც რუსეთმა აიღო ეს დონბასის და ლუგანსკის აქეთ მხარე ხო ხერსონის დარჩება უკრაინას რუსეთს კარგ შემთხვევაში უარე შემთხვევაში შეიძლება უკრაინა უფრო მეტი ტერიტორიას დაკარგოს და შავი ზღვას დაკარგოს ნაწილი ხო დაკარგა ყირიმზე საუბარი ვარ თქვენ ამას ყურადღებას არ აქცევთ საერთოდ ყირიმზე საუბარი ვარ ხო ყირიმს არ ახსენებთ ისე თქმა უნდა იცით აი უბრალოდ ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე პოლიტიკოსობა მარტო ის ხო არ არის ლამაზი ლაპარაკი და გულზე ბჯიხის დარტყმა და ჰიმნის დროს ხელის მიდება გულზე ეს ხო არ არის პოლიტიკოსობა პოლიტიკოსობა არის იმპროვიზაცია პოლიტიკოსობა არის გათვლა და პირველ რიგში პოლიტიკოსობა არის შენი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყო და შენ ქვეყანაზე უნდა ფიქრობდე აი ამდენ მსხვერპლის ფასად უღირს უკრაინას რა მიიღო უკრაინამ აი რა მიიღო მითხარით რა იყო უკრაინა 2000 დაუშვათ 22 წლამდე ომი რო დაიწყო და 22 წლის მერე რა იქნება უკრაინა. აი მოდი ამაზე ვისაუბროთ. ნუ კარგით ახლა უკრაინას დავონებოთ თავი 10-ჯერ მეტი ქვეყანაა ჩვენზე და ტერიტორიულადაც მოსახლეობის მხრიდან და გასაგები, მაგრამ ჩვენ ეს 3 მილიონიანი ქვეყანა რო ვართ, აი ამ გველეშაპების ირგვლივ რომ ვართ ამ რეგიონში, ამ სახელმწიფოების, ამ იმპერიული აზროვნების სახელმწიფოებში, ისე როგორ ვიქნებით, ხო? სირია რო ჩვენი მეზობელი ამას თქმა უნდა, ანუ სირია ესაზღვრება თურქეთს, თურქეთი ჩვენი მეზობელია, ხო? რატომ გვაქვს კიდევ არაერთხელ მithქვავს. მე არ მინდა რომ დავძაბო ჩვენი მაყურებელი, არ მინდა რომ რაღაც ანტითურქული განცხადებები გავაკეთო, მაგრამ იცით რა არის, ეს არაერთხელ მithქვავს, რომ თურქეთს უკვე ხელფეხი გახსნილი აქვს. აი, დააკვირდით სირიის მაგალითზე ხალხნო რა 2011 წლიდან არის სირიაში და რუსეთი იცავს, ხო? ერთადერთი
პატრონი სირიის იყო რუსეთიდან, ნუ ფაქტიურად რუსეთმა ეხლა სოფომ თქვა რომ რაღაც გარკვეული რაღაცა გათვლა მოხდა და რუსეთმა გაწირა და ნუ სირია დაუთო. ეხლა დააკვირდით ესე რუსეთმა და თავის ხარაკერი მოიწყო, ესე იგი ანუ კატარის გაზი, რომელიც სირიის მიმართულებით უნდა გავიდეს სირიიდან სირიის ტერიტორიით გავიდეს ევროპაში, ანუ საუდის არაბეთი, იორდანია, სირია და მე თურქეთი ეს გზა მარშრუტი და გავა ევროპაში. ანუ ჩათვალეთ რომ რუსული გაზი არა. გასაგებია ხა რუსებმა ინდოეთთან მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი და ყოველდღიურად 9 მილიონი ბარელი ნავთობი უნდა მიაწოდონ სიროი არ ვიცი ისეთი ნავთობი რა დაუმუშავებელი მაგრამ გასაგებია ანუ რუსეთმა ეს ბაზარი დაკარგა მაგრამ მე სხვა რაღაცაზე მაქვს თენგო შიში ყოველთვის აი რომ მოხდეს დაუშვათ წარმოვიდგინოთ რომ რუსეთმა როგორც სირიაზე თქვა უარი და როგორც ავღანეთში მოხდა გახსოვთ თქვენ ხო ამერიკელები ბაიდენის თავრობამ ედღეში რომ გამოსვა და 85 თუ 100 მილიარდის მარტო იარაღი დაუტოვეს თან ვის 20 წელი ვის ებრძოდა ამერიკა ერთი ამიხსენებს რატო იყო თალიბანი მოიყვანა ხელისუფლებაში და თალიბანს დაუტოვა იარაღი ხო თალიბანს ეხლა მე თქვენ გეტყვით ვინ მოვიდა სირიაში ხელისუფლებაში ხო არ მეტყვით მოვიდნენ ის ძალები რომლებსაც მთელი მსოფლიო ტერორისტებად რაცორ თვითონ ამერიკაც რა თქმა პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები ხო ეს იგილის ანუ ისლამური სახელმწიფოს ისინი არიან ეს განაყოფები ხო იდლიბის პროვინცია რომელშიც ესენი შეხარეს ერთი პერიოდი და იქ იყვნენ რომელიც თურქეთს ესაზღვრება ვინ აფინანსებდა და ვინ მის ამათ იარაღი ფული რა თქმა უნდა თურქეთმა ხო ერდოღანის განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ დამასკო და ალეპო და რა ვიცი ეს ყველაფერი თურქეთის ტერიტორია დიდი ოსმალეთის ტერიტორია თურანის ეს ახალია ხვა რომ მოტრიალდეს ერდოღანი და თურქეთი თქვას რომ ჩემო საქართველოს ჩემი იყო ერთი ამასი ზავის მიხედვით 1555 წელს გაიყვეს ჩემო კარგო ირანმა და თურქეთმა ოსმალეთმა საქართველოს დასავლეთი თურქეთში ხვდა და აღმოსავლეთ ანუ გავლენისფერო რუსეთი რომ მე-18 საუკუნიდან აქტიურად არ დაეწყო ანუ პეტრე პირველის მაინც უკვე პეტრე პირველის და ეკატერინე პირველის იმპერატორ მეფობის ხანაში უკვე შემოვიდა და კავკასიაში ინტერესები გაუჩნდა რუსეთს ეს უკვე გადანაწილებული ქონდა რა თქმა უნდა საქართველოს გადაარჩინა რუსეთთან შეერთება ეს სასახა და ეთნოშოვნო ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამაზე არ გვინდა საუბარი დღესაც რა იმიტომ რომ საქართველოს გადარჩენა ეკედან მაგრამ ეს გონიათ რომ წარსულში იყო ეს აღარ განმეორდება აი მე გითხარით თქვენ რომ არის ზოგიერთი ასეთი ბოდიშვი ხდება და ბრიყვი ვითომ ანალიტიკოსები აი თურქეთი დღეს თანამედროვეა თუ ეხლა თქვენ საუბრობთ ამაზე ეს რამდენიმე წლის წინ მქონდა მე დებატები და მან თქო აი თქვენ თურქეთი გონიათ ეხლა 21 საუკუნეა მაშინ მეცხრა 21 საუკუნე არის ეხლა განცხადება რო გააკეთა და იძახის რომ ჩემი ტერიტორიები და მაგას და მართლა მიიღებს და დაიბრუნებს ხო ხვალ რომ მოგიტრიალდა სირია ყველა მეზობელთან ჯარი ყავს შეყვანა ყველა რა თქმა უნდა და მე მეორე თენგო კაი დავანებოთ ნუ სირიას და რაღაცას თავი მაგრამ აქ საქართველოს კონტექსტია სოფომ ძალიან სწორად აღნიშნა სულ მაგას ვამბობ ყველა ჩემი გამოსვლა აი მამაო ჩვენოსავით არის რა ჩვენ გვაქვს საზღვარი ჩრდილოეთ კავკასიასთან დაახლოებით 900 კილომეტრი ჩვენ რუსეთს სხვანაირად ვერ ვესაზღვრებით ერთადერთი არის აფხაზეთი თუ ესაზღვრებით კრასნოდარის მხარეს ანუ სოჩის მხარე დანარჩენი არის ჩრდილოეთ კავკასია ხო ჩრდილოეთ კავკასია არის ეს მულტიეროვნული დასახლება სადღაც 150-ზე მეტი ერი და ეროვნებები ცხოვრობენ ძალიან დიდი გავლენა აქვს თურქული არის და განსაკუთრებით დაღესტანში და დაღესტანი არის ერთადერთი რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში რომ თურქულენოვანია იქ თურქულად ლაპარაკ გარკვეული ეროვნებები თურქულ გავლენა არის თურქების და თურქული სპეცსამსახურების და ეს არის ის ადგილი სადაც შეიძლება დაიწყოს რუსეთის დაშლა ანუ თუ იქ მოხდა მაპროვოცირებული და დესტრუქციული ქმედებები მან შეიძლება თავისუფლად დაიწყოს თურქების რუსეთის დაშლა და მოედოს და წავიდეს და მთელი რუსეთის დაიშალოს ეს ევროპამ და ამერიკამ ძალიან კარგად იცის და გათვლილი აქვს ეს ამიტომ უნდა საქართველოს თქვენ რა გონიათ რამისთვის უნდათ საქართველოსთვის რამეზე ფიქრობენ თუ ერთადერთი საქართველო არის ის რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ ეს ხო უმარტივესად გამოჩნდა 2008 წელს ხო ომი ქონდა ეს ხო ომი იყო რუსეთთან ხო ვინმე რამე დაგვეხმარა და გაგვიკეთა
ხო არავის არაფერი არ დაუხვა იგივე თქვენი საამაყო და უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები. გამორიცხულია. საქართველოს არ შედის არც არასდროს ყოფილა ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სფერო გეოპოლიტიკურად. არ არის ეს. ვერ მოიყვანთ თქვენ მე ვერ მომიყვანთ ვერცეთ ისტორიულ დოკუმენტს, სადაც ამერიკა და ევროპა საქართველოსზე თავს იკავს. მე-20 საუკუნიდან დავიწყოთ. როდესაც მივიღეთ ჩვენ დამოუკიდებლობა, არაერთხელ მithქვავს, რომ საერთოდ ინტერესი არ ქონდათ საქართველოსი და რა ქვია, მაგას შემდგომ უკვე 90-იანი წლებში. ერთი რაღაცა მინდა კიდე ერთი პატარა ისტორია შევადარო და გითხრა, რომ არ ქონდეს იმის ილუზია, რომ აი ისეთ რა დემოკრატიული ქვეყნები, ნატოს წევრები და სხვა. არის ასეთი კუნძული კვიპროსი. იცი ჩვენ მომაყურებელმა, ხო? დღეს კვიპროსი არის ორად გაყოფილი. არის კვიპროსი ბერძნული, ეგრეთ წოდებული ნაწილი კვიპროსის, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, ნატოს წევრი და სხვა და არის მეორე ჩრდილოეთ კვიპროსი, ეს არის თურქეთის ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკა. აი ესე ქვია შემოკარგებო. აქ კვიპროსმა დამოუკიდებლობა მიიღო 1960 წელს, იმიტომ რომ ინგლისის ბრიტანეთის მანდატი იყო და მერე იქ სამოქალაქო ომი დაიწყო. დაპირისპირება ადგილობრივ ბერძნებსა და თურქებს შორის. და რა მოხდა იცით? თურქებმა ჯარი შეიყვანეს ეგ. ესო ჩვენი ისტორიული ტერიტორიაა, ჯარი შეიყვანეს და საბერძნეთი, რომელიც ნატოს წევრი იყო და თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი იყო, ერთმანეთს დაეჯახნენ. იმის გამო, რომ ნატომ და მაშინდელმა ევროპის და მსოფლიოს ლიდერებმა მხარი არ დაუჭირეს სამართლიანობას და მხარი არ დაუჭირეს ბერძნების სამართლიან მოთხოვნას, რომ არ გაყოფილიყო კვიპროსი ორ ნაწილად და თურქების დესანტი შემოვიდა იქ და გაყვეს კვიპროსი ორ ნაწილად. ნატოდან გამოვიდა. საბერძნეთმა პროტესტის ნიშნად ნატოს წევრობა დატოვა. მაგრამ ეს არაფერმა არ უშველა ამას, დღესაც იქ არსებობს ორი რესპუბლიკა. კი, მართალია ის ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკას მარტო თურქეთი აღიარებს, მაგრამ რა მნიშვნელობა? de facto არსებობს. ერთ-ერთი მოთხოვნა თურქეთის ევროკავშირში მიღების რა არის იცით? თხოვენ ევროკავშირმა მოთხოვა, რომ ხსნოს კვიპროსის რესპუბლიკა და თურქეთი ამას არ აკეთებს. ანუ მეორე ბერძნული მხარე, რომელიც ევროკავშირის წევრია და რომელიც არის ნატოს წევრზე არცნობს, რა თქმა უნდა. აი რითი თქმა უნდა, ამიტომ ყველა აი რა არის ეს ხოჩოხო ისტორია, ხა მე პატარა ისტორიული მაგალითი მოვიყვანეთ. შინაარსობრივად შეიძლება სხვა დატვირთა გქონდა, მაგრამ აი დააკვირდით ქმედებას, ხო? დაპირისპირება მოხდა ორ ნატოს წევრ ქვეყანას შორის და თურქებმა გააკეთა ის დაიტოვა. კვიპროსი, იმიტომ რომ ეს ოსმალეთის იმპერია იყო, რა თქმა უნდა, ნაწილი იყო თორე ახლა მე-16 საუკუნიდან გახდა ოსმალეთის, თორე მანამდე არ იყო. მე პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ბრიტანეთს გადაეცა, როგორც მთელი გერმანისა და თურქეთის აი ესენი კოლონიები, ხო, გადაინაწილეს ევროპის ქვეყნებმა, გახსოვთ თქვენ ეს, ხო? ამიტომ რის თქმა მინდა არ შეიძლება ჩვენ ისტორიული პარადიგმები არ გავითვალისწინოთ. ღმერთმა ნუქნას რაღაც გარკვეული პოლიტიკური მოსაზრების და კონიუნქტურის გამო თუ რუსეთმა არ ამგონია გამორიცხულია, მაგრამ ჰიპოთეტურად რომ დაუშვათ, რომ თქვას, რომ მე კავკასიაზე არ მინდა და არანაირი პრობლემა არ ანუ კავკასიას მე არ უყურებ, ჩათვალეთ, რომ მეორე წუთს საქართველოს იქნება თურქეთის ვილაიეთი. ამაში ეჭვგეპარებათ? კიდევ ერთხელ გეუბნებით, უყურეთ, ნახეთ, რა ხდება განსაკუთრებით სირიის მერე თურქეთის ტელევიზიებში და რა გადაცემა. ნახეთ სახელმძღვანელოები, როგორ ასწავლიან თავის ისტორიას და ბოლო-ბოლო ყველაფერი აიღეთ, რა ხდება აჭარაში, ხო? ხო, რა გვინდა შორს წასვლა. რა გვინდა შორს წასვლა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ მტერი და დაპირისპირება ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მოცემულობა ისეთია, რომ ეს გავითო ჩოხო პრევენცია გვინდა იმისა, ხო? ჩვენი პატრონი არავინ არ არის. არანაირი ევროკავშირი, ნუ ნატოზე საუბარიც არ არის, არანაირი ამერიკის შეერთებული შტატები ამას არ გააკეთებს. არ შედის მის სტრატეგიულ გეგმაში და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, ხა რაც შეეხება ტრამპთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არაორდინალური პიროვნება, ცოტა შეიძლება პოლიტიკური დაუშვათ რაღაცა გარკვეული წილად არაპოლიტიკური ხერხებიდან მე მესმის, რომ ბიზნესიდან მოსული კაცია, მაგრამ კონტექსტიდან ვერ ამოვარდება. გამორიცხულია ტრამპმა, რომ დაიწყოს ისეთი პოლიტიკური თამაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესებს შეერთოს, ტრამპი მეორე დროს არ იქნება.
არავინ არ გააჩერებს მაგას იქ. ეხლა აქ არის იმპროვიზაცია, რაღაცებია, გასაგებია, მაგრამ ტრამპი აგრძელებს იმ ვერ შეეწინააღმდეგება გამორიცხული სისტემაა ისეთი რომ გეოპოლიტიკურ ლოგიკას. რა თქმა უნდა, ვერ ამოხდება იმ კონტექსტიდან ვერ ამოხდება. ამიტომ ჩვენ ტრამპის იმედი ტრამპი მოვა რაღაც გამორიცხულია. თუ ამერიკის ინტერესს არაერთხელ თქვა თვითონ ტრამპმაც ხო, თუ ამერიკის ინტერესს შეესაბამება, მე მაგას გავაკეთებ. თუ არ შეესაბამება, ყველა ფულის ყრა უკრაინაში, ფულის ყრა ნატოში, გახსოვთ ხო დაფინანსება და ასე შემდეგ, მისი განცხადებები ეს მაგას გააკეთებს, მაგრამ ის რომ მან ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას გეოპოლიტიკურ ჭრილში და პლუს ამას საქართველოზე რაღაცა გააკეთოს, ეს გამორიცხულია. საქართველოს განსაზღვრული პოლიტიკა და წინვალე თქვა გუში საქსმა ხო არანაირი კარგით ხალხნო რის ამერიკა რა ინტერესი. თბილისი კი არა, ამერიკის ჯორჯია და ატლანტა სად არის ეგარიციანო. კარგითო ხანო საქართველოს კაცი შვილმა არის ის სადა როგორ და რა ერთადერთი კიდევ ერთხელ ბოდის ვიხდი სოფოსთან გამიგზელდა ერთადერთი არის ის რომ საქართველოს რამენერად გამოიყენო რუსეთის საწინააღმდეგო დღევანდელი მისია საქართველოს ესა და ზუსტად სხვა ფუნქცია ჩვენ არ აქვს და აი ზუსტად ეს მეხუთე კოლონა მე იმ ახალგაზრდებზე გასაგებია მაგრამ აი ვინც მათ ზურგს უკან დგას ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები მე ვიცი ბევრს ვიცნობ ზოგიერთები ძალიან კაი ანალიტიკოსები არიან ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში არიან აი ის ხალხი რას ფიქრობს მაინტერესებს იციან და მაინც ეს ხო ღალატია ქვეყანას რა თქმა უნდა ერთხელ რო აქვთ ეს არ არის დღეს ოცნებაზე საუბარი იმიტომ რომ ქვეყანაზეა იმიტომ რომ ოცნება დღეს არის ხვალ არ იქნება ხო ხელისუფლებაში სხვა პარტია იქნება დაუშვათ ზეგ სხვა და ასე შემდეგ ქვეყანას ებრძვიან მაგას ვამბობ და თაი თქვენ 90-იან წლებს თან პარალელს ავლებდით და ეგ მაგიჟებს მეც ხა კაი ახალგაზრდები მეც არ მახსოვს პირობითად მაგრამ ეს ნგრევა მახსოვს ჩემ ბავშვობა რაც იყო ჩემ ბავშვობა რასაც ქვია ხო რო და ჩემი თაობის მთლიანად მაგრამ აი ეს ხალხი ჩემზე ბევრად უფროსები თქვენი ასაკის პირობითად ვისაც მონაწილეობა მაგაზე მიღებული და დღეს იქეთკენ მივდივართ ოჯახების დაყოფა შვილები დღეს აქეზებენ ახალგაზრდებს რაც თვითონ უკვე გავლილია აი პრეზიდენტის გამოსვლა სისხლის მართლის დანაშაული მაგას ხო სხვანაირად არ აქვს როდესაც გამოდის ეს ქალბატონი და იძახის რომ სკოლა გაიფიცოს კაცო და სკოლები შეუერთდება გაგიგიათ ასეთი რაღაცა შეიძლება რომ ქვეყნის პრეზიდენტი თავის ქვეყანას ოპოზიციაში ედგეს და მას პასუხი არ მოეთხოვოს რამე რომ მომხდარიყო და ღმერთმა დაგვიფარა და რაღაცა ლეტალური შედეგი მე პასუხს ვინაგებდა აი ამიხსენე თვითონ ნამდვილად არა მე პასუხი უნდა აგო სახელმწიფო უნდა კარგი არა მაგაზე შეეცებოდი მე აგორებას აი ამ უკმაყოფილებას გასაგებია სოფო ჩემოკარო ყველაფერს აქვს თავისი კანონი და მორალური ზნეობრივი ყველაფერზე რომ მიდის ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება მას სტატუსი აქვს ეხლა სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი მოქალაქე იყოს არავის გართულება არ ექნებოდა მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია იყო უпроსორად ეხლა არ არის ხო და ესეთ განცხადებებს და მოწოდებებს აკეთებს ანუ აღვივებს და სამოქალაქო ომისკენ უბიძგებს ქვეყანას და ეს ამიხსენით პრეზიდენტის მოვალეობაა თქვა დღეს კიდევაც ესეთი ფრაზა რომ რუსული ზამთარი გვაქვსო მაგრამ ქართული გაზაფხული გველოდება ევროპული უნდა იყოს რა ხო ასე თქვა არაბული გაზაფხულების სერია იგულისხმა რომ ესე იგი აჯანყებისკენ მოუწოდებს ზუსტად და აი მეტაფორულად მაინც თქვა ახლა მაგრამ პირდაპირად ასე თქვა არ ერიდება გავდანსოფიკო თქვენთანაც მინდა ამ საკითხებზე ვისაუბრო რაც გუშინდელი საქსის ინტერვიუ შეეხება ერთი მონაკვეთი არის კიდე სადაც ჯეფრი საქსი საუბრობს აი რა უნდა იყოს ესიც საქართველოს ტიპის სახელმწიფოს და ის ერთ კონტექსტში მოგვიაზრებს ჩვენ სომხეთსა და აზერბაიჯანს ამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს მინდა ვაჩვენოთ მაყურებელსაც ეს პატარა მონაკვეთი გადაცემიდან და შემდეგ ამ კონტექსტში მექნება თქვენთან შეკითხვა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო სტრესშია, ვინაიდან მათ გარშემო სამი დიდი მოთამაშეა: რუსეთი, თურქეთი და ირანი. შესაბამისად, ეს ძალიან რთული რეგიონია. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლონ. საქართველო უკვე ათასობით წელი ახერხებს, რომ გადარჩეს. სომხებიც. ამ შეზღუდულ სივრცეში, სადაც ბევრი კონფლიქტია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ღია ომია. სამივე სახელმწიფო მოწყვლადია და საერთო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის თანამშრომლობა
აუცილებელია. რაც შეეხება გარშემომდებარე სამ გაცილებით დიდ სახელმწიფოს, მათ შორის ყველაზე ძლიერი რუსეთია, არც ირანი და თურქეთი არიან მაჩანჩალები. მიმაჩნია, რომ ამ სამ დიდ სახელმწიფოს შორის არის თანხმობა მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს ემსახურება ეკონომიკურ განვითარებას, ყველასათვის ცნობილი ჩრდილოეთ სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნების გათვალისწინებით. მე ძალიან ვემხრობი და იმედი მაქვს გულუფხვილობაში არ ჩამომერთმევა ეს მრწამსი 3+3-ის ფორმატთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოსა და მათ გარშემო მდებარე სამ საერთაშორისო მასშტაბის ძალას შორის ნორმალურ, დინამიურ დიალოგს, საერთო საინვესტიციო პროგრამებს, მდგრადი განვითარების სტრატეგიებს და წინ მიმავალ პრაქტიკულ ნაბიჯებს. 3+3 ფორმატი გახლავთ თქვენი სამეზობლო და უმნიშვნელოვანესია, რომ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ. ეს გულისხმობს როგორც სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს, ასევე მეზობლად მყოფ ძლიერ სახელმწიფოებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ამ სამი ქვეყნის მეზობლად არიან განლაგებულნი. ყველა ეს სახელმწიფო დამოკიდებულია ვაჭრობაზე. ირანი და რუსეთი ბრიქსის წევრები არიან, ისევე როგორც ჩინეთი და ინდოეთი. ორივე ეს სახელმწიფო საქართველოს პარტნიორიც უნდა იყოს. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო სწორედ ეს, სადაც საუბარი არის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობაზე და პერსპექტივებზე. იცით როგორი შეკითხვა მექნება? პირველი, თავისთავად აი ეს პერსპექტივა რო შევაფასოთ, რასაც ქვია სამეზობლო პოლიტიკა საქართველოსი როგორი უნდა იყოს და მეორე, როდესაც TV იმედის ეთერით ხდება ამ საკითხებზე მსჯელობა, ხომ არ აჩენს ეს თქვენშიც იმ მოლოდინს, რომ შეიძლება მათ შორის ხელისუფლება უკვე სერიოზულად ფიქრობდეს აი ამ 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველად, როდესაც გამოჩნდა ბატონი ლაშა კასრაძე იმედის ეთერში, ეს იყო ოქტომბრის დასაწყისი. მე მაშინ ასე ვთქვათ, ეს იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, იმედის მომცემი, მრავალი მიმართულებით, ვთქვათ, მისი გამოჩენა და ესე იგი აბსოლუტურად ცხადი, რომ დღევანდელი მთავრობა ითვალისწინებს არსებულ გეოპოლიტიკურ რეალიებს და რომ მათ ესე იგი აი ეს გეოპოლიტიკური რაც არის, ესე იგი ნიუანსები და ზოგადად ის ტაბუდადებული თემები, რაც ესე იგი აბსოლუტურად მეინსტრიმულ მედიაში იყო დაბლოკილი და ამაზე საერთოდ საუბარიც კი აკრძალული იყო, ფაქტიურად ბატონმა ლაშა კასრაძემ ეს ტაბუდადებული თემები გახსნა და სრულად ვეთანხმები ბატონმა მოკაც, რომ ჩვენ ამ თემებს სიღრმისეულად განვიხილავთ ომამდე 2020-2021 წლებში, მათ შორის მე მაქვს პირადად ჩაწერილი, ვთქვათ, არაერთი გადაცემა ამ თემაზე და ის რომ ესე იგი სახელისუფლებო არხზე გადის ამ ასე ვთქვათ შინაარსის გადაცემები, სადაც სრულიად ღია და თავისუფლად საუბრობენ რეალურად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, ეს რა თქმა უნდა იმედის მომცემია და ეს ნიშნავს, რომ მთავრობას მართლა გათავისებული აქვს საფრთხეებიც და ის ხედავს რეალურ გეოპოლიტიკურ სურათს. მე მინდა, ესე იგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოუხადო ბატონ ლაშას პირადად და მის მშობლებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ პირველივე თაობაში ემიგრაციაში წასული, ვთქვათ, ადამიანების იკარგება ქართული ენა და ბატონი ლაშა იმდენად ბრწყინვალედ საუბრობს ქართული სალიტერატურო ენით, რომ აი ეს იწვევს აღრთოვანებას ამ პიროვნების მიმართ, ის არის პატრიოტი, თავისი ქვეყნის მამულიშვილი და მართლა ეს იყო ძალიან საჭირო იყო, იმიტომ რომ მე მართალი გითხრათ, შევაგროვე მისი ყველა გამოსვლა, იაცდებს YouTube-ზე იმედის არხზე, ჩემს გვერდზე დავდე ყველა ერთად და ასეთი ის გაუკეთე, ესე ვთქვათ, პატარა წანამძღვრება, რომ ესე იგი ჩვენ ამ თემებზე საუბრობთ დიდი ხანია, მაგრამ აი უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც გაქვთ ესე იგი პირადი ვერატანა ჩვენი პიროვნებების და აგრესია ჩვენს მიმართ იმ ანალიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამ თემებზე საუბრობენ, უმორჩილესად გთხოვთ, რომ აი ამერიკის შეერთებული შტატების, თქვათ, საერთაშორისო ურთიერთობების ისტაბლიშმენტის და ძალიან მაღალი რანგის ანალიტიკოსის ადამიანის, რომელიც მიღებულია იმ წრეებში, თქვათ, ხო, სამეცნიერო აკადემიურ წრეებში, რომელიც გახლავთ ამერიკის მოქალაქე, ისე იქნებ მისი პირით ნათქვამი, თქვათ, ასე ვთქვათ, რეალობა და სინამდვილე მაინც იყოს მისაღები და ხშირად ვდებ ხოლმე მე პერიოდულად აი ამ მასალას მთლიანად სრულად, მათ შორის ძალიან საინტერესო იყო მისი
ინტერვიუ ჯეკ მეტლოკთან, რომელიც გახდათ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საბჭოთა კავშირში 1987-92 წლებში, მანაც ასევე ასეთი ვერჩება მოგწვა, რომ არაერთი შემთხვევაში ძალის ცენტრებთან პირდაპირ დაპირისპირებაში ნუ შეხვდათ და მეზობლებთან და იქ ერთ ბოლოსკენ აი ძალიან ისე დელიკატურად რომ თქვენ უნდა გავიწყდებათ რომ თურქეთია თქვენი მეზობელი. აი ესეთი და ძალიან დიდი სიყვარულით მან ისიც კითხვა რომ თქვენ ქართველები მართავდით თქვა საბჭოთა კავშირის იმპერიას და ასე შემდეგ და ის რომ თქვენ ახლა ხართ ასეთ ვითარებაში ეს თქვენ ასეთ სიღრმისეული კულტურის და ნატიფი კულტურის ერთ თქვენ ეს არ გეკადრებათ ფაქტიურად არა მარტო ჯეკ მეტლოკთან არამედ სხვადასხვა ევროპელ ანალიტიკოსებთან მთელი სერია ჩაწერა ბატონმა ლაშამ ამან მართლა მოახდინა სერიოზული ესე თქვათ გარღვევა მისი მედია სივრცეში და ძალიან დიდი ასე თქვათ რეზონანსი ჰქონდა ამას რაც შეეხება ჯეფრი საქსის რა თქმა უნდა გეთანხმებით არაფერი ახალი არ ვთქვათ მან ძალიან ხაზგასმით ძალიან მწვავედ ფაქტიურად აი ჯვარი დაუსვა ნატოს თემას შეიძლება პირდაპირ ასე აი ჯვარი დაუსვა ჩემთვის პირადად რაც იყო ძალიან საინტერესო მან გაამახვილა ყურადღება რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატზე 3+3 ფორმატზე და ყველაზე მთავარი ახსენა აი ეს აბსოლუტურად აბუდადებული ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება რაზეც ესე იგი მე ფაქტურად ყოველ გამოსვლაში ვამბობ რომ ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება ეს არის ყველაზე 3+3-ზე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან სწორედ აი ამ მიმართულებაში დევს ობიექტური წინამძღვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. აი ამ თემაზე ანუ ჩინეთის, ინდოეთის ხო, მაგრამ აი უყურეთ თქვენ რა ბრძანეთ ეხა ჩრდილოეთ სამხრეთი ჩრდილოეთი. რუსებმა გააკეთა შემოკარგო და აცილეს საქართველოს ინდოეთმაც მუმბაი, პეტერბურგი აბა რა არის სამხრეთი ჩრდილოეთი კასპიის ზღვის მიმართულებით. ხო, ამას გაგვიკეტა არა, რის თქმა მინდა, აბსოლუტურად გეთანხმებით სრულიად, მაგრამ მან აი საჩვენოდ აი რა შეიცით ბატონო მამუკა საქმე აბსოლუტურად გეთანხმებით რეშტარტას გზას გულისხმობთ აზერბაიჯანი, ირანი და ბატონო ანუ იქ 5 ტოტია, 1 გადის აზერბაიჯანზე, 4 უნდა გავიდეს საქართველოსზე. ანუ ჩინეთის და ინდოეთის ტვირთების მიმღები იქნება ირანი, ჩაბახარის პონტს აშენებს ირანში, თქვათ ახლა აშენდება, ეს უკვე სრულდება და აქედან, ესე იგი სამხრეთ კავკასიიდან მიმართულება რუსეთი შავი ზღვით ევროპა, აფრიკა და მსოფლიო ოკეანე. ეს ევროპასაც ძალიან აწყობს, ევროპას ჩრდილოეთ ნაკადით ძალიან აწყობს და შუადერეფანით აწყობს, მაგრამ ამერიკელებს ესეც პირობა აქვს, რომ ესეთი დიდი გეოსტრატეგიული პროექტები ან თავად უნდა აკონტროლონ, ან ჩაშლიან. ზოგადად ეს მათი მიდგომა არის და ეს ჩრდილოეთ სამხრეთ მიმართულებაში ხარ ახდება, რომ ის ვითარება რაც არის ახლა ახლო აღმოსავლეთში თქვა, ხო ამას აქვს აი მრავალი პრასტი და მრავალი განზომილება და აქ იკვეთება აი თურქული სამყაროს და აი თურქეთ-ირანის დაპირისპირების ძალიან მწვავე კონტექსტიც აქვს. ამიტომ თავიდან როცა დაიწყო ამაზე საუბარი, მე მომისმენია სხვადასხვა თქვათ ფორუმებზე და სხვადასხვა აღმოსავლეთმცოდნეობის მიერ გამოთქმული აზრი, რომ მაინც ერიდებიან თურქიკულ ერებზე, ასე თქვათ, იმიტომ რომ სამომავლოდ რა ურთიერთობები იქნება, ეს თქვათ, ირანსა და აზერბაიჯანს შორის თქვათ, ხო, აი რა, ესე იგი, თქვათ პაკისტანის ფაქტორი იქ, რომელიც პაკისტანის ისრაელის, აზერბაიჯანის სამკუთხედი ცნობილი მათი სტრატეგიული თქვათ პარტნიორობა, აი სულ ახლახანს გამანადგურებელი თვითმფრინავები შეიძინა მაგალითად აზერბაიჯანმა პაკისტანისგან, აზერბაიჯანი აწვდის მაგალითად ისრაელს იარაღს და ასე შემდეგ, ხო? ანუ აი ის ვითარება აზერბაიჯანის არმია სახალის ფილიალია ფაქტობრივად. კი ბატონო და ირანს ხვირწინ, ესე იგი ისრაელის სადაზვერვო ცენტრი არის გაუხსნა და აეროდრომის და მოკლედ ძალიან აღიზიანებს ეს ირა. ანუ ისეთი კონსტრუქციები იქნება, სადაც ესე იგი აი ამ თავარი მოთამაშეებისთვის და განსაკუთრებით ირანისთვის უპირატესია მაინც სომხეთ საქართველოს. ამიტომ ამბობს, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით ამიერკავკასიაში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. აი რაზეც თქვათ თურქეთს აქვს ახლა რომ ზეანგეზურის ის ახსენა. ესმით ანუ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენ შარშა როდესაც თეირანში იყო 3 სექტემბერს საწყალის დაიღუპა ავიაკატასტროფის დროს ირანის პრეზიდენტი და ხოსენ აბდულაჰიანი ძალიან სერიოზული დიპლომატი გახდათ. მან თქვა რომ არანაირი მათ ჩვენ არ შევეგუებით
გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და საზღვრის ცვლილებებს და რომ ჩვენ არ შევეგუებით რეგიონალური იმების კორიდორების რეგიონალური პროექტების ზანგეზურზე ჩრდილოეთ სამხრეთის და აი ამ ტრასების ჩაკეტვას არ შევეგუებით. მაყურებელს ვეტყვი უბრალოდ გასაგები რომ ზანგეზურის დერეფანი ეს არის მონაკვეთი, რომელიც არის სომხეთის ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს სომხეთი და რომელიც აშორებს აზერბაიჯანს ნახჭევანს. ანუ ეს არის სომხეთის და ირანის საერთო საზღვარი. ირანის საერთო საზღვარი. ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება იჭრება თქვათ თუ ზანგეზურის დერეფანი გადაკვეთა თურქეთს ექნება პირდაპირი კავშირი უკვე პირდაპირი საზღვარი აზერბაიჯანს. თურანის ტრასაც არის. გესმით, ანუ ეს თითქოს პატარა მონაკვეთია 40 კილომეტრიანი, მაგრამ რეალურად თქვათ ხო ეს ძალიან სამხრეთ გეოპოლიტიკას და ანუ იცით რა შეასაქმე ეს თვითონ მოიტანა არსებულმა ეს ვითარება რასაც ეს ხლა ვამბობ ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულების თქვათ აქტუალობა და ამ აქტუალობას კიდევ რა განაპირობებს ის რომ რუსეთს ფაქტიურად დარჩა ორი ტრასა ეს არის ჩრდილოეთ საზღვაო უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვაო ეს გზა და მეორე ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება თავად ისინი ამბობენ რომ ეს არის მათთვის უსაფრთხოების კომპონენტის შემცველი და ეგზისტენციალური მნიშვნელობის იმიტომ რომ ისტორიულადაც ასეა ეს იყო ესე იგი ისტორიული მისია და სწრაფვა სტრატეგიული ასე ვთქვათ მიზანი რუსეთის ინდოეთის ოკეანეზე გასulis და ამ მოცემულობაში ეს აწყობს ირანსაც, ჩინეთსაც, ინდოეთსაც და აი ეს პრიმაკოვის ფორმულა რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი თქო ეს არის უფრო ვრცელი ვარიანტი და სამომავლოდ ეს უნდა იყოს ევრაზიის კონტინენტის მთავარი მოთამაშეების ძალის ცენტრების რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი მთავარი არტერია რომელსაც სასტიკად ეწინააღმდეგება კოლექტიური დასავლეთი და ანგლო-საქსონური სამყარო და მე მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ვამბობ რომ აი ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება არის იმდენად სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ეს არის ეკონომიკა რომელიც არის 100%-ით პოლიტიკა იმ დონის რომ აუცილებლად ამის გამო სამხრეთ კავკასიაში დაიწყება ომი აი მარტო ამის ჩაშლის გამო სამხრეთ კავკასიაში ახლო აღმოსავლეთში ხო ახლო აღმოსავლეთში რაც იწყება ახლა რა პროცესებსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ არის საშუალება რომ თქვა კი აუცილებლად ეს მინდოდა ბატონ მამუკასთან გავაგრძელოთ დისკუსია სირიასთან დაკავშირებით მინდოდა გადასულიყავით ამ თემას ანუ თუ შეიძლება ერთ ვიტყვი აი თუნდაც ის რომ ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება ახსენა გუშინ ნუ ეს იყო ჩემთვის იმიტომ მე არცად მსგავსი რაღაც არც ერთ ნუ იმედზე ხო ლაპარაკი ზედმეტია სხვა ეთერებშიც აი ძალიან ესეთი გესმით აი ჩვენ თუ ვისაუბრებთ თქვათ და აი თქვათ რამდენი ეს იყო ანუ ყველაზე მეტად ტაბუდადებული იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ეს არის უაღრესად 3+3-ზე უფრო მნიშვნელოვანი ეს ფაქტურად ერთმანეთს ავსებენ ეს პროექტები რა თქმა უნდა და ამ კონფიგურაციაში ასევე არის შესაძლებელი რომ რუსეთმა, ჩინეთმა, ირანმა აკონტროლონ თურქეთი აი ესეც არ აწყობთ რა თქმა უნდა ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს და აი აქ არის ეს გადაწნეხილი, გადაჯვარედინებული სირიის საკითხსაც მინდა გადავიდეთ აი აქ მე გავაგრძელებ და სირიაზე გადავალ ცოტა დრო დაგვრჩა და რაც შეეხება თურქეთის თემას მე მინდა სოფო გითხრათ რომ ამერიკის შეერთებული შტატები მაქსიმალურად ცდილობს რომ თურქეთი გახდეს მუსულმანური ისლამური სამყაროს ლიდერი და ამიტომ ეგრეთ დადებულია ერდოღანზე ამიტომ აქ სრული კარტ ბლანში ამერიკის შეერთებული შტატებისგან თურქეთს გაიხსენეთ მისი სამხედრო ექსპედიცია დამჯერდი ექსპედიციები ქურთების მიმართ იგივე დღევანდელი დამოკიდებულება აგერ სირიასთან მიმართებაში აბსოლუტურად უნდათ ირანის ჩანაცვლება როგორც ისლამური სამყაროს ლიდერის აქ ორი მე არ მინდა ყოველთვის ვამბობ ამას აღრევა არ მოხდეს არაბული სამყარო აბსოლუტურად სხვა არის თურქეთის სხვა არის და ირანის სხვა არის ირანის შიიტური ეს ორივე სხვა ისედაც ირანული აბსოლუტურად სხვა ენა, კულტურა, შინაგანი კონსტიტუცია მოწყობა არანაირი საერთო ერთმანეთში არ აქვს. ხო და რა თქმა უნდა შიიტური და სუნიტური ესეც არის, მაგრამ სირია საერთოდ ალავიტები იყვნენ. მაგრამ ხო, ალავიტები განსხვავებით სუნიტების ის არის, განშტოება არის. შიიტების კი ალავიტები. ნუ ფეტვას მიხედვით უფრო შიიტური მასი მიაკუთვნებენ, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი თვლის რომ ერეტიული არის. კი, ერეტიულია, რა თქმა უნდა, ერეტიულია და ამიტომ და აი იგივე თემატიკა და თქვენ
თქვენ დააკვირდით რა გააკეთა რუსეთს, აი რა მოხდა. რუსეთმა 4 საუკუნის განმავლობაში ებრძოდა თურქეთს, რომ გაედევნა კავკასი საერთოდ, ხო? რუსეთ-თურქეთის ომი და ბოლო მე-19 საუკუნე, მე-20 საუკუნე ომი თურქეთთან რის გამო, ხო? კავკასიიდან ხო, აბა კავკასიიდან ბოლოს 1878 წლის ომი იყო, სან-სტეფანოს ხელშეკრულებით ჩვენ დავიბრუნეთ აფხაზეთი აჭარა დავიბრუნეთ დაკარგული მთლიანად ბათუმის ოკრუგი, ნუ ეს აჭარის ტერიტორია და აი ეს ბოლო ომი იყო, როდესაც ჩვენ მქონდა ხო სან-სტეფანოს ზავის, ნუ მე უკვე ბერლინის, კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებებით, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? თურქეთის განწყობა ყოველთვის არის რუსეთის მიმართ, როგორ იცით, უნდობლობა აქვთ ერთმანეთში რა. თქვენ დააკვირდით ახლა უახლოესი პერიოდი. თურქეთმა მოკლა სახალხოდ გამოფენაზე საგანგებო დროს სრულუფლებიანი ელჩი. ეს არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში ომის დაწყების საბაბი, ხო? დახვრით ეს ელჩი რა, გახსოვთ რუსეთის ელჩი კარლოვი მოკლეს 2015-16 წელი იყო. შემდეგ ვერტოფენი ჩამოაგდეს და ხო, სირიის პირველი. ამიტომ აქ რაღაცა პოლიტიკური გათვლები მოხდა, იცით რომ ეს იმას აპატიეს, ეს გაცვალეს. მე რა მახსოვს, იცით სულ აი ყოველთვის აი საოცარი რაღაცა ისტორია. 1829 წელს ირანში მოკლეს რუსეთის ელჩი გრიბოიდოვი. გრიბოიდოვი მოკლეს ეგზალტირებულმა მასმა შეუვარდა მოკლედ მთელი ის იყო, მაგრამ საოცარი რაღაცა მოხდა, რო არ მომხდარიყო პასუხის გაცემა ირანის ელჩმა, ირანის სულთან შაჰმა ნიკოლოს I-ს, იმდენად იმპერატორს გაუგზავნა უზარმაზარი ბრილიანტი ზურმუხტი 90 კარატიანი შაჰი ქვია, მაგ დღესაც შენახული და ის საჩუქრად შეუტანდა და უამრავი კიდე საჩუქრები გაუგზავნა, რომ რუსეთს ომი არ დაეწყო იმის მიმართ, ხო, ირანის მიმართ, ხო, იმიტომ რომ ელჩი იყო და მაშინ მოგებული ომი ჰქონდათ. პასკევიჩის გახსოვთ 28-29 წლის ომები ირანთან და აი რატო გავიხსენე ეს მომენტი, ხო? ამაზეც თვალი დახუჭეს. ანუ ეს ფლირტი რუსეთისა და თურქეთის რუსეთმა კარგად გამოიყენა უკრაინის თემასთან დაკავშირებით. ეხლა გინდა არ გინდა თურქეთი არის ნატოს წევრი. ხო, ყველანაირად ყველაფერს თავი დაუნებოდა. მას ყველანაირი მხარდაჭერა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ეს ტრადიციულად უძლიერესი იმპერია. უძლიერესი იმპერია და ოსმალეთის იმპერია, რომელსაც გაცხადებდა მთელი ევროპა მაგათი იყო, ხო? ოსმალეთის იმპერიის. ხო და ამიტომ ვამბობ, რომ ის იგივე დიდი თურანის ანუ თურანი მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, ეს არის თურქულენოვან მოლაპარაკე ხალხების გაერთიანება. ამ თურანში ის მთებიდან რო იწყება გამოდის. ამ თურანში ისევე მოიაზრება ჩემო კარგო კიდე? უნგრეთი ჩემო აკაურიანების ჯგუფია, უნგრეთის, ფინეთის. ორბანი რო ჩავიდა ყაზახეთში, ტოკაევმა უთხრა, შენ მოგესალმებ როგორც ჩემ შეუძლებელი იმაში ჩამოსვლები და ხიმჩაკი. როგორც დამკვირვებელი ქვეყანა, ხო, და ფინო-უნგარულ ენათა ჯგუფი ეკუთვნება უნგრეთი, ფინეთი და ესტონეთი. ანუ ცენტრალური აზიიდან წამოსულები არიან, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ხა ეს ხიმჩაღური, ანუ თურქულენოვანი წარმონაქმნია, უზარმაზარი ხა 200,000-ზე მეტი წყური ძალიან ბევრი. მოკლედ ჰუნების შთამომავლები ამას პოლიტიკური მანიპულაციას ფაქტორში პირველი ურალურ ალთაურია ესეთი კლუბები უგარული ეს იმაში ფინეთში და ესტონეთში შეიქმნა. ხო და რის ხმამდა ეს აბსოლუტურად სხვა მოწყობა. ასე მარტივად არ არის რა საქმე. ჩვენ რო ასე მარტივად უყურებთ რუსთავში დავიღალეთ რა. აი ეს ქვეყანა დაღუპამ ჯო ზახირმა. ამ ჯოჯოს უკან არ წავსულვართ რა. აი ამის უკან რა ხდება, ამას ვერ ვიაზრებთ. ამიტომ გარკვეულწილად ეს არის როგორი რეფრენია, ეს პოლიტიკური ყველა მისის რომ ხელი სახელმწიფოს წინაშე პასუხისგებელია როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. ისე არ არის რომ ოპოზიცია განერიდოს და პასუხისგებლობა დღეს არ აიღოს. მასასავის წელი პასუხისგებლობა აქვს. აი დღევანდელ საკითხს რაც ხდება დღეს საქართველოში. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ქართული ოცნების და ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს კეთდება ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც ჩვენ ვერ გაითავისებ ამ საშიშროებას, რაც შენს გააქვს ამ შენ ქვეყანაში და მოსალოდნელი საშიშროება იქნება და რეალურია ეს ყველაფერი პირდაპირ გეუბნებიან. ხო არ არის არაფერი ლატენტური და დამალული. პირდაპირ გეუბნება ის კაცი, რომ ხვალდაზე შეიძლება შენ მოგადგეს. რო გაგიხსნას ის საზღვარი სირიის და ეს ტოლულების ნაკადი წამოვიდეს, სად მიდიხართ მე თურქეთმა? აი საწავალთ, ხო? ამაზე პირდაპირ საუბრობს. ამაზე პირდაპირ აი კაპიტან სოფიკო, თქვენთან საუბრით შევაჯამებთ პრინციპში გადაცემას ალბათ
7 წუთი გვჭირდება დასრულებამდე. აი, სირიის საკითხთან დაკავშირებით ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ვისაუბროთ, თქვენ ის არ იყოს მართლა გონიათ ქართულ საზოგადოებას, ვინაიდან TV პირველი არ უჩვენებს ამას და არ ტრიალებს ქართული ტელევიზიების ეთერებში, რომ სხვა პლანეტაზე ხდება. რეალურად ეს არის ჩვენი რეგიონი. საერთოდ სხვა განზომილებაში, რომ რატო გვეხება ჩვენ სირია ამის. ჩვენთვის რატო არის ეს საფრთხე? საინტერესო იქნება სირიაში აი ამ მებრძოლი ჯგუფების, ვინც ახლა იქ მოვიდა სათავეში და ჩრდილო კავკასიაში მებრძოლი ჯგუფების ამას ახლა 7 წუთი ვერ მოვასწრებ. დაკავშირებით უბრალოდ ალბათ კი გეთანხმებით ამას საერთოდ ცალკე გადაცემას დიდი სიამოვნებით მიუძღვნი მომავალში ამას პირდები მაყურებელს თქვენთან ერთად მიმოვიხილავ ამ საკითხებს, მაგრამ მაინც ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ორი წუთი. ირანისტი არის ასეთი ბატონი ვასილი პაპავა. ჩვენ მეგობარი რომელსაც თავის გვერდზე და Telegram გვერდზე აქვს ძალიან საინტერესო მასალა. ნუ Telegram არხზე მე ვერ შემეუღლებ ნახა, მე ვერ ნახა ის საშინელი წამების კადრები, როდესაც პროთურქული ბოევიკები უსწორდებიან ამ ასადის ალავიტებს, ქრისტიანებს, აი ეს მათი ეს მონღოლური შუააზიული მომთაბარე ტომების, აი ხელწერა თავების, ხო, აი რაღაც საშინელება. მოჯაჰედების შთამომავლების, რომლებიც იბრძვიან, მოჯაჰედები იცით თქვენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან და აფხაზეთიდან წასულები არიან და იქ იბრძვიან კიდე. ხო, იდლიბში არიან. ძალიან დიდი ის აქვს ქრისტიანების წინააღმდეგ და სერიოზულად ტერორს ახორციელებს. მილიონ ნახევარი ქრისტიანი იყო აი ზოგადად აი 2010 წლამდე ვიდრე ეს დაიწყებოდა სირიის მოვლენები, სირიაში მილიონ ნახევრამდე, ეხლა ბოლო მონაცემებით იყო დაახლოებით 300,000-მდე, ალბათ ყოველ შემთხვევაში ქრისტიანი არაბები არიან ეგენი როგორც კი, არა ქრისტები. ქურთებს, ალავიტებს, აი ამ ქრისტიანებს მე ვფიქრობ, რომ უმოწყალოდ გაწყვეტავენ და ჩვენთვის რამდენად არის საფრთხე, რომ მართლაც იქიდან დაიძრას რაღაც ჯგუფები ძალიან იმიტომ რომ აი რა წეგამ თქვი, რომ სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, ეს არის ერთიანი სტრატეგია, თქვათ დასავლეთისთვის და არა მარტო დასავლეთისთვის, ზოგადად ძალის ცენტრებისთვის ეს ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცეა. შარშან 7 ოქტომბერს, როდესაც მოხდა ის ცნობილი შეტევა, მე ვიყავი ვალტიფოს ეთერში ალექსანდრე ფალავანდიშვილთან და აი ეს იყო აი სრულიად ახალი ამბავი, არანაირი ის რომ თქვა მასალას გავცნობოდი და თქვა ხო, როდესაც ისრაელზე მოხდა ჰამასის მხრიდან ეს უპრეცედენტო 7 ოქტომბერს და მე მაშინ ერთი რაც თქვი, ის იყო პირველივე იმაზე, რომ აი ამას არავითარ შემთხვევაში არა აქვს ვიწრო რეგიონალური ომის ან რაღაც ესეთი წერტილოვანი დარტყმის თქვათ ასე თქვათ შინაარსი, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ აი იმ გლობალური დაპირისპირების ჭრილში, რაც ახლა მსოფლიოში არსებობს და ძალიან მალე ორ დღეშივე იქ გამოჩნდა ყველა დიდი მოთამაშის უყურები ბრიტანეთის, მისი რა ქვია, შეერთებული შტატების, ირანის, რუსეთის და ასე შემდეგ, რომ ესეც არის აი ანუ ახლო აღმოსავლეთი ყოველთვის იყო ტრიგერი აი მსოფლიო პროცესებში, აი თქვათ მსოფლიო ომების და ასე შემდეგ, თქვათ დააკვირდებით ისტორიას, ხო ყოველთვის ასრულებდა ესეთი ტრიგერის როლს და აი ახლა რაც ხდება, თქვათ ხო ეს როდესაც ჯერ ეცადნენ რომ ასე თქვათ ირანი ნებისმიერ ფასად მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენ და აი აგვისტოში განსაკუთრებით სექტემბერში იყო მწვავე ფაზა, როდესაც ესე იგი ყველანაირად ცდილობდა ისრაელი რომ გამოიყვანა ესე იგი ირანის ყობიდან და ირანის სტრატეგიული მოთმინდებით, ანუ მხოლოდ წერტილოვან დარტყმებს, საპასუხო დარტყმებს ახორციელებდა და ვერადავერ ესე იგი ვერ ხო პრეზიდენტი და უსტუმრა ჩასული ხა აღმოსავლერი ადამიანისთვის და მით უმეტეს ესე ვთქვათ მისთვის სახელმწიფოსთვის რაც იშავს ჰეზბოლას ისმაილ ხანია, როდესაც ესე იგი რამხელა სტუმარი ვთქვათ, ხო, ესე იგი ისმაილ ხანია ხამასის ლიდერი. დიახ, მანამდე ხო, ჰეზბოლას ლიდერის ლიკვიდაცია მანამდე ისიც მოკლეს. ხო, ეს რამხელა ეს იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ირანი მანამდე კიდე საეჭვო უკვლელობა პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ესე იგი ყველანაირად იყო მცდელობა ტემპერატურის აწევის, თქვათ, და ირანის ასე ვთქვათ, იმაში. შემდეგ უკვე დესტრუქციების ტალღები წავიდა სირიისკენ და როდესაც ეს პროცესები დაიწყო, საერთოდ რა არის იცით, რომ აი ახლო აღმოსავლეთი არის ძალიან სპეციფიური, ესე იგი
პარადოქსებით, ანუ ფაქტიურად იქ პარადოქსების ჯაჭვი ქმნიან საბოლოო ჯამში რაღაც ლოგიკურ სურათს. აბსოლუტურად პირობითია იქ რომელ პარტიას და რომელ იმას. ეს ყველაფერი გეთანხმებით. და ეთნოფსიქიკის მდგენელები თამაშობს მთავარ როლს და აქედან გამომდინარე, აი ძალიან ესე იგი დიდი ანალიტიკური ცენტრები, რომელთაც იქვე ადგილზე ყავთ თავიანთი, ესე იგი აგენტები, ინფორმატორები, საინფორმაციო ცენტრები, რომელთაც აქვთ კავშირი, თქვა პოლიტ და ფინანსურ ელიტასთან და ეროვნულ ელიტასთან, ხო, იმათაც კი უჭირთ გაკეთება ანალიზის. ჩვენ შეგვიძლია უფრო სოფხედველობით ჭრილში ვთქვათ და ეს რაც აღმოსავლეთში არის ფუნდამენტური მოცემულობები, რაც არის იცვლება და აღმოსავლეთის მიმართ დამოკიდებულებაში, მე ვფიქრობ, რომ ესეც რაც ახლა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ესეც რა თქმა უნდა, აი იმ დიდი დაპირისპირების გამოძახილია, რაც არსებობს გლობალურ დასავლეთსა და გლობალურ აღმოსავლეთს შორის, ანუ ჯახის ერთ-ერთი არეალია. ახლა და ვფიქრობ, აი ამერიკელებმა ჩაუშვეს შემდეგი პროექტი, რაც ჩვენთვის ძალიან საშიშია და რაც ჩემთვის, აი რა ვიცი, ხა ეს არის ჩემი როგორ გითხრათ, აი სულთა ინტუიციის დონეზე, აი ტენდენციებს რასაც ვაკვირდები. ნეოკონებს, ნეოკონსერვატორების ცნობილი პროექტი არის, გახლავთ ესეთი ახალი ახლო აღმოსავლეთი. და მე ვფიქრობ, საერთოდ ხელწერა ანგლოსაქსების ასეთია, ისინი როდესაც ვერ ახორციელებენ სრულ ჰეგემონიას, ვერ ფლობენ პროცესს და ეს სახეზეა უკვე, ხო, ისეთი სტრატეგიული პარტნიორიც კი როგორიც საუდის არაბეთია განუდგამად, თქვათ, ხო? ანუ ახლო აღმოსავლეთს ის ვერ აკონტროლებენ, ასე ვთქვათ, ნუ ჰეგემონია აშკარად დაუქვეითდათ ამ რეგიონში. გარდა ამისა, ამ რეგიონში ისახება მთელი რიგი ეს გეოეკონომიკური უზარმაზარი, ვთქვათ, პროექტები და ლოჯისტიკური ხაზები, რომელიც მათ საზღვაო ცივილიზაციას პირდაპირ უქმნის, ვთქვათ, ბატონობას, აი საზღვაო ცივილიზაციის, ვთქვათ, უქმნის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ საფრთხეს, ხო? ანუ აი აქედან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, მათ მიმართეს თავიანთ ცნობილ სტრატეგიას, რომ ვერ მართავენ, უნდა აყირაონ. ანუ მიმდინარეობს აი ამ პროექტის, რასაც ქვია ახალი ახლო აღმოსავლეთი, ფრაგმენტაცია, დაშლა, რეკონსტრუქციის პროცესი და ეს პროცესი არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ამ პროცესში ჩვენ დავინახავთ, ეს პროცესი უკვე მე დავწერე 7 ოქტომბერს, როდესაც დაიწყო ირანზე მასიური შეტევა და მაქსიმალურად აწიეს ხარისხი ტემპერატურის ირანის ირგვლივ. მე მაშინ დავწერე ჩემი 7 ოქტომბრის პოსტია, რომ იწყება აი ამ პროექტის განხორციელება, ამ პროექტის უბრალოდ დაშლა, ფრაგმენტაცია, რეკონსტრუქცია და ამ დროს მოხდება მთელი ამ გეოპოლიტიკური პლასტების აყირავება და ახალი გეოპოლიტიკური კონსტრუქციები მოისინჯება, ახალი და ძველი კონსტრუქციები. მაგალითად, როგორიც არის დიდი აზერბაიჯანი, დიდი ქურთისტანი, ბელუჯისტანი, ესე იგი, აი ეს რა ქვია, ისლამური სახალიფოს, ვთქვათ, ესე იგი, რეინკარნაცია სხვადასხვა სახით, აი თურქეთს დაუდგება ძალიან მკვეთრად გეოპოლიტიკური არჩევანის საკითხი, იმიტომ რომ ორ სამყაროს შორის არის ძალიან ცუდად გაჩხერილი, თქვათ, ხო, ასევე ეს თურქეთის, აი ეს ეცდება ყველანაირად თურქეთი თავისი აი პროექტების განხორციელებას, დიდი ცივილიზაციური, რასაც ქვია, დიდი, ანუ ეს არის აჯაფსანდალი, ყველაფერი ერთად წარმოდგენილი და მიდგომა როგორია, რომ ჩაუშვებენ აი ამას, აი ეს იმიტომ რომ ამ პროცესის ხო არის ესე ცნობილი თეორია მართვადი ქაოსი, ხო, მაგრამ ვინ მართავს ამ ქაოსს? დასავლეთს უკვე აღარ აქვს იმის ძალა და იმის რესურსი, რომ აი ამგვარი ქაოსები ყველა გეოსტრატეგიულ არეში მართოს. ანუ ჩაუშვებენ და თავის უკვე ანუ თვითდინებაზე არის მიშვებული პროცესები, ამიტომ გააქტიურდა ეს იგრძნეს ახლო აღმოსავლეთის ინტუიციურისთან, იგრძეს პროთერქულმა ბოევიკებმა, ისლამური ხალიფატის ნარჩენებმა, იქ ქურთები. ანუ ყველა გააქტიურდა, იგრძესო დიდი საფრთხეა, მაგრამ არის დიდი შესაძლებლობა, აი თქვათ, ხო, აი ამ ახალი გეოპოლიტიკური კონსტრუქციების ჩაშვების და ეს აყირავების პროცესი დაწყებულია და იქ რომელი აჯობებს, თურქეთი განახორციელებს თავის აი ამ ნეოსმალისტურ დიდი თურანის იდეას, დიდი ქურთისტანი თუ ისლამური სახალიფოს რეინკარნაცია იქნება თუ დიდი აზერბაიჯანის თქვათ ეს რომელსაც ეს არის ყოველთვის დგას, იმიტომ რომ თურქეთის დაშლის ყველაზე ან ბელუჯისტანი თქვათ, ხო? ანუ ამას ჩვენ მომავალში ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი სახელმწიფო გაქრება რუკიდან და ძალიან ბევრი ესეთი კონსტრუქციების სოკოებივით შეიძლება წამოიმართონ, დაეშალონ და აი და ეს დესტრუქციის ტალღები პირდაპირ გვირტყამს ჩვენ. ირანზე შეტევის მეორე დღესვე ალიევი მოსკოვში იყო.
იმიტომ რომ ამ შვენივრად იცის, რომ ერთადერთი შემაკავებელი ფარი აი ამ დესტრუქციის გამოშერებელი ეს არის ევრაზიის კონტინენტის ძალის ცენტრი რუსეთი თქვა, ხო? ანუ ეს სირიაში განვითარებული მოვლენები, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, ბრიტანო-თურქული ტანდემის, ესე იგი ძალიან აშკარა ხელწერა ვთქვათ, ხო, იგივე ჩრდილო კავკასიაში ვთქვათ, ხო, ვაჰაბისტური გავლენების ზრდა, ხო? ეს ყველაფერი ხელის გულზედებს და აი აქ ჩვენ უნდა განსაზღვროთ აი ამ დიდი გარდა იმისა რომ თავიდან ჩვენ რაც ვისაუბრეთ რომ დასავლეთი ჩვენ გვსახავს თავისი სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილად საკრალური სხერპლის როლში მეორე მხრივ ეხა მეორე სერიოზული საფრთხე დაგვემატა ახლო აღმოსავლეთიდან კერძოდ თურქეთის მხრიდან მოდის ეს სირიიდან დესტრუქციის ტალღები ძალიან დიდი. ანუ ჩვენ ესე იგი ფაქტიურად ურთულეს ანუ ცეცხლის კალი ჩრდილო კავკასიაში ვითარება იძაბება, ალბათ მე რაც ჩემს გვერდზე დავდე ვიდეოები ვთქვათ, აი მათი გააქტიურება ვთქვათ და კავშირები ჩვენს ოპოზიციასთან სალომზურების შულთან რომ იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ აქ ომი როცა შემთხვევაში პირდაპირ ამბობს რუსლან კუტაევი, რომელიც გახლავთ კავკასიის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი არის ყაზახეთში, ბრიტანეთშიც არიან მათი წევრები, ვთქვათ, ხო? ის პირდაპირ როცა დაიწყება ომი, ჩვენ ჩრდილო კავკასიიდან თურქეთი გახსნის კარებს და ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ რუსეთის წინააღმდეგ. ანუ ეს არის აი რა გითხრათ რა, აი საქართველოს დაშლა, აი არ ვიცი, რამდენ დაქუცმაცება და ნუ თვითონ ამბობს რომ საბოლოო მიზანია ჩვენი რუსეთის ფედერაციის ფრაგმენტაცია, რაც სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ რუსეთის ფედერაციის დაშლა ეს იქნება ევრაზიის კონტინენტის სრული ავღანიზაცია უდიდესი მასშტაბით და სრული უბედურება. კი ბატონო, და დავასრულოთ გადაცემა. მე ერთი მინდა და ვთხოვა იგივე ხელისუფლებასაც წარმომადგენლები ხა გამოდიან, ძალიან კარგია რომ გამოდიან ტელევიზორში და სოციალურ ქსელებში და თავის პოზიციას აფიქსირებენ და ძალიან კარგია უნდა გამოვიდეს, უნდა ისაუბრონ, რომ ცოტა გონება გაიხსნას ამ ხალხს, მაგრამ აი ამ საშიშროებაზე რასაც ეხა სოფო საუბრობს და თქვენ ჩვენ საუბრობთ, ეს აუცილებლად ის რაც გუშინ საქსმა ილაპარაკა, ხო? უნდა ამაზე ერიდებიან, ამაზე საუბრობს თქვენ კარგად, იმიტომ რომ მე უსმენ და ვერ გავინახე აი ამ გლობალური რეგიონული პოლიტიკასთან დაკავშირებული საფრთხებზე საუბარი. ეს აუცილებლად უნდა გამოვიდეს ხელისუფლება წარმომადგენლები ჩემი თხოვნა იქნება ამის კომპეტენციაც ყოფნით ხო უნდა სხვა გზა უნდა თქვან ეს ისეთი თემაა ჩემო კარგო რომ ხვალდაზე შეიძლება გვიანი იყოს უნდა თქვან რომ ეს ამის მერე ეს საფრთხე ჩვენ გვერდით თავარია რეალური ბერკეტები თუ აქვს სახელმწიფოს ამის ვთქვათ აღკვეცი ამაზე საუბარი დღეიდან ხვალიდან უნდა დაიწყოს ხელისუფლება იმიტომ რომ არ იცის ხალხმა ხა ჩვენი საუბარი ჩვენ ვიწრო კი გვიყურებენ მაგრამ ხო არ არის უამრავი არ არის სამწუხაროდ აუდიტორია თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა რეზონანსი ქონდა ჩემ გვერდზე დავდე ეს ვიდეო თავისი ესე იგი ნათარგმნით ტექსტი და გამოვიდეს იმედი იგივე პოსტივი არის ტელევიზიები ის ვინც დაუშვათ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს ხო და მართლა ობიექტურად მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმათო რომ ისე ჩვენ ჩვენ არა გვაგვუფლება რომ ბატონო მამუკა სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ ეთერი იქიდან გამომდინარე რომ დროს გადავაცილეთ კიდეც ძალიან საინტერესო გადაცემა იყო ალბათ მე რაც მქონი ამ სტუდიაში ვიტყვი არ ეწყინება არავის ერთ-ერთი ყველა საინტერესო საუბარი გქონდა დღეს და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის დიდი მადლობა შევახსენებ ტელემაყურებელს რომ ანალიტიკოსი ქალბატონი სოფიკო სოხაძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მამუკა კარტოზია იყვნენ ჩემი გადაცემის სტუმრები დიდ მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით და აქვე კიდევ ერთხელ ვდებ პირობას რომ აი განსაკუთრებით ბოლოს საკითხზე რაც შეეხებოდა სირიას იქ განვითარებულ მოვლენებს და ჩვენს წინაშე მდგარ საფრთხეებს თქვენთან ერთად აუცილებლად კიდე ცალკე გადაცემას მივუძღვნით დიდი მადლობა და ნახვამდის დაგემშვიდობებით 4 შაბათამდე კარგად ბრძანდებოდეთ